მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო. მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს. განსაკუთრებით მივესალმები მე შუახევის მუნიციპალიტეტიდან მოსწავლეებს და მინდა გითხრათ, რომ ესენი არ არიან ჩვეულებრივი მოსწავლეები, წარჩინებული მოსწავლეები არიან, ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენ დას იმსახურებენ. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა, შესაბამისად ქორუმი გვაქვს და შეგვიძლია შევუდგეთ მუშაობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 აპრილის მორიგ პლენარულ სტომას გახსნილად ვაცხადებ. დღის წესრიგის თანახმად იცით, რომ პროექტის თანახმად 3 საკითხი გვაქვს. პირველი საკითხი იქნება მინისტრის საათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის სოფლის მეურნეობის მინისტრის გამოსვლა. მეორე საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და მესამე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. ამ დღის წესრიგთან დაკავშირებით ჩვენ პრაქტიკულად ბევრ სტომაზე ვიმსჩელეთ, შესაბამისად შეგვიძლია დავსვათ კენჭისყრაზე, თუმცა მანამდე შენიშვნები ხომ არ გვექნება პროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები არ არის. ვინ არის მომხრე, რომ ვიმუშაოთ წარმოადგენელი დღის წესრიგის მიხედვით? ყველა მომხრე წინააღმდეგს შესაბამისად აღარ ვკითხულობ. დღის წესრიგი დამტკიცებულია. იცით, რომ პროცედურის თანახმად ჩვენ გვაქვს განცხადებები, ვინაიდან მორიგი სტომა, თუმცა ამ ეტაპისათვის სტომის თავმჯდომარესთან არ არის ჩაწერილი არავინ განცხადების სურველი. კიდევ ერთხელ გადავაზუსტებ, ვინმეს ხომ არ გვინდა რაიმე თქმა? არა, შესაბამისად შეგვიძლია უკვე მაშინ დავიწყოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა. კოლეგებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას პლენარულ სტომაზე ბიუროს მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მინისტრის საათის ფორმატში ვისმენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების ანგარიშებს, რომლებიც წარუდგენენ უმაღლეს საბჭოს მოხსენებას სამინისტრო საქმიანობის შესახებ. ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს საგაზაფხულო სესიაზე ერთხელ უკვე გაიმართა მინისტრის საათი, თუმცა მაინც შეგახსენებთ იმ პროცედურებს და პროცედურებითაც გვიწევს მუშაობა. უმაღლეს საბჭოს პლენარულ სტომაზე მინისტრის საათი იწყება მთავრობის შესაბამისი წევრის გამოსვლით. ამ შემთხვევაში ბატონი ზაზა იქნება მომხსენებელი, როგორც უკვე ვთქვით. ბატონო ზაზა 45 წუთი გექნებათ დრო. ამ დროში თქვენ უნდა წარმოადგინოთ სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენება და ასევე შეეხოთ იმ საკითხებს, რომელიც სტომამდე 10 დღით ადრე იქნა გამოგზავნილი თქვენთან. ასეთის არსებობის შემთხვევაში ბუნებრივია. მინისტრის გამოსვლის შემდეგ 1 საათი დაეთმობა დამაზუსტებელ კითხვებს. კითხვებისათვის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უნდა ჩაეწერონ სიაში. კითხვის დრო არის 2 წუთი. ამასთან უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს ერთხელ გამოსვლის უფლება. კითხვების დასრულების შემდეგ მინისტრს უფლება აქვს ისარგებლოს პასუხების უფლებით 30 წუთი. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ სურვილის შემთხვევაში ბუნებრივია იმართება პოლიტიკური დებატები. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლელთა თანმიმდევრობა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად დადგენილი იქნა უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ. კერძოდ, უმაღლესი საბჭოს ფრაქციისათვის 30 წუთი და ფრაქციის თავმჯდომარესთან კოლეგებო შეთანხმდით, ვინ ისარგებლებს ფრაქციის დროით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს უფლება 20 წუთი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ამ დადგენილი დროის გაზდა არ ხდება, ამიტომ შევეცადოთ, რომ ჩავეტიოთ რეგლამენტში. შესაბამისად, ეს არის ის პროცედურები, რის მიხედვითაც მოგვიწევს მუშაობა დღეს და შეგვიძლია პრინციპში გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე და ტრიბუნასთან ვთხოვოთ ბატონ ზაზას შავაძეს. ბატონო ზაზა, გისმენთ 45 წუთი როგორც უკვე გითხარით. მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით უმაღლეს საბჭოს წევრებო, ჩემო კოლეგებო, მეგობრებო და განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს მაღალმთიანეთიდან და უსურო წარმატებები. მე მინდა რომ კარგი მაგალითი მივცეთ იმისკენ, რომ აი ნათლად და წარმატებით
ჩაერთონ სახელმწიფო საქმიანობაში და ვიყოთ სამაგალითო მათთვის. ეხლა მე მინდა დღესაც რიგით გათვალისწინებულ საკითხზე გადავიდე და მოგახსენოთ 2024 წლის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ. სანამ დეტალურ ანგარიშზე გადავალ, მინდა დარგში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ცირეთი შესავალი გავაკეთო. მინდა გითხრათ, რომ როგორც 2013 წლიდან გამოცხადდა აღნიშნული დარგი აგრარული მიმართულება და გარემოსდაცვითი მიმართულება სახელმწიფო პრიორიტეტად, რა თქმა უნდა, როგორც ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გათვალისწინებული ასიგნებები და ფინანსური მხარდაჭერა არის გაზრდილი, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა ის, რომ ფაქტიურად გამოშვებული პროდუქცია, როგორც პირველადი, ასევე გადამუშავებული არის გაზრდილი. გაზრდილი არის ფაქტიურად ქვეყნიდან ექსპორტი აგრარული მიმართულებით და ეს წლიდან წლამდე არის ფაქტიურად ზრდადი მაჩვენებელი გვაქვს ყოველწლიურად და ამავდროულად აღნიშნული მსგავსი მონაცემები გვაქვს რეგიონულ ჭრილშიც. იმას გათვალისწინებთ, რომ რა თქმა უნდა აჭარაში დამატებითი ეფექტი შეგვაქვს რესპუბლიკური ბიუჯეტის გათვალისწინებით და ჩვენი სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით ჩვენს ფერმერებს და ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს უფრო მეტი საშუალება აქვთ ისარგებლონ აღნიშნული პროგრამებით, დამატებითი პროგრამების, რასაც სახელმწიფო ფედერალური პროგრამებით ახორციელებს. ფაქტიურად, დეტალურად მინდა გითხრათ, რომ 2024 წლის განმავლობაში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ 17.6 მილიარდს გადააჭარბა, რაც გაზრდილია დაახლოებით 860 მილიონით და არის 5%-იანიც და თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს არის სტაბილური ზრდა და ფაქტურად წლიდან წლამდე ვცდილობთ გაიზარდოს გამოშვებული პროდუქცია და ასევე გადამუშავებული პროდუქცია ჩვენს დარგში, რათა როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით და რეგიონულ ჭრილში იზრდება ტურისტული ნაკადები, იზრდება საჭიროება იმისა, რომ მომარაგდეს აგრარული პროდუქციით და ჩვენი სასურათო უზრუნველყოფა ჩვენ თვითონვე მოვახდინოთ. ამ ეტაპზე, როგორც იცით, გარკვეული მიმართულებით ვართ, რა თქმა უნდა, იმპორტზეც დამოკიდებული და ვცდილობთ ეტაპობრივად ქვეყნის ჭრილში და რეგიონულ ჭრილში საკუთარი პროდუქციით მოვამარაგოთ საკუთარი აგრარული სასურსათო ბაზარი, თუმცა რა თქმა უნდა, ამას წლები დაჭირდება, რისკიდანაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამებს ვახორციელებთ. ამავდროულად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის მიმართულებით ძირითადი აქცენტები გაკეთდეს მაღალანაზღაურებად ბაზრებზე, როგორც არის ევროკავშირის ქვეყნის ბაზრები. ამ მიმართულებით საჭიროებს ჩვენს აგრომეწარმეებმა გაიარონ შესაბამისი სერტიფიცირება, გაიარონ აკრედიტაცია, გაიარონ ის სტანდარტები დანერგონ, რაც ევროკავშირის და საერთოდ განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს, ამიტომ ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მიმდინარეობს იმ სტანდარტიზაცია, რასაც მოითხოვს განვითარებული მაღალანაზღაურებადი ბაზარი. ევროკავშირის მასშტაბითაც ექსპორტი არის გაზრდილი და გასული წლის მაჩვენებლით 180 მილიონს გადააჭარბა. ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით და რა თქმა უნდა, ძირითადად მაინც კაკლოვანი, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები და ესეთი ტიპის პროდუქცია წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბიდან ექსპორტის მაჩვენებელში. ჩვენს პროგრამებს რაც შეეხება, თვითონ სამინისტროს პროგრამის 13-24 წლის მასშტაბით დაახლოებით 66 მილიონზე მეტი იქნა სუბსიდირებული და აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამინისტროს მხარდაჭერა გახლდათ 53 მილიონი, ხოლო იყო დანარჩენი კერძო სექტორის მიერ თანდაფინანსებით განხორციელებული, რომელიც მოიცავდა მრავალწლიანი ბაღების გაშენებას, მოიცავდა ფერმერებისათვის ტექნიკური და ტექნოლოგიური მხარდაჭერას და ფაქტიურად ყველა მიმართულებას, რასაც ჩვენს ფერმერებს ესაჭიროება, რაც ესაჭიროება და რაც აძლევთ იმის საშუალებას, რომ გაზარდონ ერთის მხრივ წარმოული პროდუქციის რაოდენობა, მეორეს მხრივ გაიზარდოს ამ პროდუქციის ხარისხი და დროულად და ეფექტურად იქნეს მიწოდებული ჩვენს ფერმერებს. აღნიშნულმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ფაქტიურად საერთო ჯამში 28,000 ბენეფიციარზე დავხმარებულიყავით და ძირითადად 13,000 აქედან გახლდათ ტექნიკური და ტექნიკური მხარდაჭერა, 6,000-ზე მეტ ბენეფიციარს დავეხმარეთ და 630 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები, როგორც კაკლის, თხილის, მოცვის, ციტრუსის, ვაზის, კივის, ჟოლოს და სხვა მრავალწლიანი კულტურები. რამაც საერთო ჯამში მოგვცა იმის საშუალება, რომ პირველადი წარმოება გაზრდილი იყო და ასევე შემდგომში მისი გადამუშავება მოხდარიყო წლიდან წლამდე ამ მაჩვენებელი არის გაზრდილი. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენი ტრადიციული დარგი მესაქონლეობა და მეცხოველეობის მიმართულება, რომელიც ფაქტიურად საჭიროებს მხარდაჭერას, გვერდში დგომას, ვინაიდან წლიდან წლამდე ფაქტიურად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ცდილობს ნაკლებად იყოს დაკავებული აღნიშნული სფეროთი, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერით ფაქტიურად ეძლევათ იმის საშუალება, რომ პირველ რიგში გავუმარტივდეთ შრომა, შემდგომ ხარისხი გაიზარდოს ამ მიმართულებით და ჩვენი სუბსიდირების ნაწილით ვცდილობთ მაინც იყოს მხარდაჭერილი ეს დარგი, რაც გარკვეულწილად გამოგდის კიდეც და დაახლოებით 5,000 ფერმერზე მეტს დავეხმარეთ 6 მილიონიზე მეტი თანდაფინანსებით, სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად მაინც ტექნიკური და ტექნოლოგიური ხაზით. 2024 წლის ბიუჯეტი დაახლოებით
32 მილიონზე ცოტათი მეტი იყო და შესრულება 28.740.000 ლარმა შეადგინა. ძირითადი ეკონომიები რაც კი დარჩა იყო შედეგად გამოვლინი ეკონომიები და ამავდროულად ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვით მიღებული ეკონომია. მინდა გითხრათ ზოგადი მონაცემით, რომ ფაქტურად ის რაც დასახული პროგრამები, ქვეპროგრამები და ღონისძიებები იყო ძირითადად ყველა არის შესრულებული. ყველა მიმართულებით ფაქტურად ის დაგეგმილი მიზანი არის მიღწეული გარკვეული ეკონომიებით. ფაქტურად ჩვენ შეგვიძლია საერთო ჯამში ვთქვათ, რომ ის რაც დარგში იქნა დასახული, ყველა პროგრამა არის ყველა პროგრამის მიზანი არის შესრულებული და ბიუჯეტს რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტი, რო შევადაროთ პროპორციულად 2012-13 წლის ბიუჯეტს, დაახლოებით 4.5-ჯერ არის გაზრდილი აღნიშნული მიმართულებებთან დაფინანსება და რაც მეტყველებს როგორც აგრარული დარგის მხარდაჭერაზე, ასევე გარემოს დაცვით კუთხით ღონისძიებების განხორციელებაზე და ვფიქრობ, რომ წლიდან წლამდე ჩვენი ბიუჯეტი არის მზარდი, ბოლო 4 წლის განმავლობაში ფაქტურად გაორმაგებულია და აღნიშნული დაფინანსების და მთავრობისა და უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერით ვფიქრობთ, უფრო მეტის გაკეთება შეძლებს ჩვენ ფერმერებისათვის, რათა მეტი სიკეთე მოუტანოთ და მეტად დავიცვათ ბუნება. 90.39% შესრულდა 24 წლის ბიუჯეტი. აქ ძირითადად როგორც მოგახსენათ, ეკონომიების ხარჯით არის გამოწვეული ის რაც არ იქნა ათვისებული თანხები და ძირითადად სამი პრიორიტეტის მეშვეობით იქნა აღნიშნული თანხები გახარჯული. ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება, სადაც 20 მილიონზე ცოტათი მეტი იყო გათვალისწინებული საკასო ხარჯი, მას შეადგინა 19.300.000 ლარამდე. მეორე პრიორიტეტი გახლავთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, sadაც 4.157.000 იყო გათვალისწინებული და საკასო ხარჯი 3 მილიონზე მეტი არის და ტყის მდგრადი მართვა, სადაც ფაქტურად 7.600.000 ლარიდან 6.600.000 ლარზე მეტი არის დახარჯული. ნუ საერთო ჯამში განვახორციელებთ 16 პროგრამა და 12 ქვეპროგრამა და ეხლა დაახლოებით თითოეულ პროგრამებზე მინდა მოგითხროთ სამინისტრო ამ პროგრამებს ახორციელებს როგორც სამინისტრო თავისი აპარატით, ასევე 4 საქვეუწყებო დაწესებულებით ერთ-ერთი გახლავთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო საქვეუწყებო, ასევე IP აგროსერვის ცენტრი, რაც აგრარული მიმართულებით ძირითადად განმახორციელებელია პროგრამების, ასევე აჭარის სატყეო სააგენტო, რომელიც ტყის მდგრად მართვას უზრუნველყოფს და ასევე ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი, რომელიც ლაბორატორიული კვლევითი საქმიანობას ეწევა და ხელს უწყობს აღნიშნული მიმართულებით ჩვენს რეგიონში ლაბორატორიული კვლევების განვითარებას და ამ სფეროში მომსახურების გაწევას. საერთო ჯამში ახლა სამ პროგრამას ახორციელებს სამინისტრო და 2 ქვეპროგრამას, მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. 2013 წლიდან ფაქტურად 2024 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდა ეს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ფერმერებზე სუბსიდირების სახით დახმარებას. ბოლო წლების განმავლობაში როგორც ბიუჯეტურ ნაწილში, ასევე ფერმერთა რაოდენობაც არის ბენეფიციართა რაოდენობა გაზრდილი და სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა 2024 წელს. თუ 2023 წელს 1500 ფერმერს დავეხმარეთ დაახლოებით 1.5 მილიონის ფარგლებში, ცოტათი მეტი 2024 წელს შევძელით, რომ დაახლოებით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ვასარგებლეთ 5000 ფერმერამდე და ბიუჯეტის დაახლოებით 4.600.000 ლარამდე იქნა გახარჯული, დაახლოებით ერთ ფერმერზე 900 ლარის საშუალო 900 ლარი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს იყო გასამაგებული ბიუჯეტის და ბენეფიციართა რაოდენობაც, რაც ფაქტურად დიდ შრომასაც მოითხოვდა ჩვენი მსხვილი აღნიშნული პროგრამის განხორციელებას, განაცხადების მიღებას, დამუშავებას და შემდგომ აღნიშნული პროდუქციის მიწოდებაში ჩვენს თანაჩართულობას, ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმებას სამხრივი მიმართულებით. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს პროგრამა წარმატებით იქნა შესრულებული და 99.9% თუ არ ვცდებით 9%-ით შესრულდა, რაც კი რესურსი იყო აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი, მაქსიმალურად იქნა გახარჯული და მაქსიმალურად იქნა სუბსიდირებული იმ ფერმერებზე, რომლებსაც ჰქონდათ 2024 წლის თებერვალ-მარტში შემოტანილი განაცხადები, მთელი წლის განმავლობაში ფაქტურად იქნა დაფინანსებული. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წელსაც გრძელდება, უკვე განაცხადები მივიღეთ, მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი და ფაქტურად მიმდინარე წელსაც გსურს, რომ მაქსიმალური ეფექტით განვახორციელოთ ეს პროგრამა, რათა ეს პროგრამა პირდაპირ ეფექტიანია, თუ ჩვენს ფერმერს ესაჭიროება გარკვეული ტექნიკური მხარდაჭერა, გარკვეული დაუშვათ ბაღების გაშენებაში მხარდაჭერა თუ სხვადასხვა მიმართულებით, მესაქონლეობა იქნება თუ ეს მეფუტკრეობა, ჩვენ მზად ვართ ყველა მიმართულებით, ყველა გამოწვევაში დავუდგეთ გვერდით და 70%-იანი თანადაფინანსებით დაუფინანსოთ მათი საჭიროება გარკვეული ზღვრების ჩარჩოებში. თუმცა ფაქტურად გარასულ წელს შემოსული განაცხადების თუ არ მეშლება 95% დავაფინანსეთ და წელსაც გვსურთ მაქსიმალურად შევძლოთ
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არსებული ასიგნებით, ასევე თუ ეკონომიკი გვექნება, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ხარჯზეც მოვახდინოთ თანხების მობილიზება აღნიშნულ პროგრამაში, რათა უფრო მეტმა ბენეფიციარმა შეძლოს სარგებლობა და მიიღოს ფინანსების ხელმისაწვდომობით, მიიღოს ის საჭიროება, რაც მათ ესაჭიროებათ რეალურად. გასულ წლის მეორნახევარში ჩვენ ბიუჯეტის ცვლილების დროს როგორც მოიხსენება, დავამატეთ მცირეფასიანი ინვენტარის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა დაახლოებით ძირითადი პროგრამა ითვალისწინებდა ძირითად საშუალების შეძენას 500 ლარიდან ზემოთ ღირებულების, თუმცა გამოვლინდა საჭიროება, რაც ითვალისწინებდა 500 ლარამდე არსებული საქონლის შეძენის და აღნიშნული მიმართულებითაც 200.000 ლარის 508 ბენეფიციარი დავაფინანსეთ 200.000 ლარამდე თანდაფინანსებით, რაც იყო მცირეფასიანი საშუალებები, თუმცა აუცილებელი ჩვენი მათი ბაღების და ასე ვთქვათ ტერიტორიების მიწის ნაკვეთების დამუშავების და მოვლის კუთხით, რაცაც წარმოადგენდა აუცილებლობა. შემდგომ პროგრამაზე რაც მინდა გესაუბროთ, ეს გახლავთ სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში 57 პროგრამა იქნა 57 პროექტი იქნა დაფინანსებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად ჩვენ გასულ წელს მიღებულ განცხადებას წელს ეტაპობრივად დავაფინანსებთ და საჭიროებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მომავალ წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ, თუ ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, მომავალ წლებშიც იქნება, რათა ხელი შეეწყოს ჩვენს მეწარმეებს, სოფლად მცხოვრებ აგრომეწარმეებს. შემდგომ მე შევეცდები მაინც მნიშვნელოვან პროგრამებზე განვაკეთო აქცენტი, ვინაიდან შეზღუდული დროის ფარგლებში ალბათ რთული იქნება ყველა პროგრამაზე გამომახვილდე. და შემდგომ აუცილებლად უნდა შევეხო იმ ცოდნის გაზიარებაზე, რაც ფაქტობრივად საჭიროებს ჩვენი აგრარული მიმართულებით, ჩვენი აგრომეწარმეები და აგროფერმერები და ამ მიმართულებით ჩვენ სამინისტროს როგორც საშტატო მიმართულებით, ასევე სახელშეკრულებოდ ყავს აყვანილი სპეციალისტები, სხვადასხვა როგორც აგრარული, ასევე ვეტერინარული და სხვადასხვა მიმართულებით სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე წლის ყველა პერიოდში ჩვენს ფერმერებს უწევენ საკონსულტაციო მომსახურებას ექსტენსიის კუთხით და აძლევენ იმ ცოდნას, რაც საჭიროებს როგორც ბაღების მოვლის კუთხით, ასევე მესაქონლეობის კუთხით, მეფუტკრეობის კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით, რაც საჭიროებს ალბათ დაგვეთანხმებით გლობალური კლიმატის ცვლილება იწვევს გარკვეულ ცვლილებებს როგორც ბაღების მოვლის ნაწილში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ახალი სიახლეების შეტანას, ტექნოლოგიურ ნაწილზე სიახლეების მიწოდებას და იმ საჭიროების გაცნობას, რაც თანამედროვე აგრო და გარემოსდაცვითი ღონისძიებების საჭიროებს, ამიტომ ჩვენ სამინისტროს ბოლო წლების პრიორიტეტი გახლავთ აგრარული ექსტენსიის წარმოება და აღნიშნული მიმართულებით ჩვენ არაერთ ფერმერებს უდგევართ მთელი წლის განმავლობაში სტატისტიკაც და ბიუჯეტის, რა თქმა უნდა, რაც იყო გამოყოფილი მაქსიმალურად იქნა ათვისებული. გარდა ამ ექსტენსიის მიწოდების ადგილზე ამავდროულად ვაკეთებთ აგროტურებს, რაც გულისხმობს ჩვენს აქტიურ მაცხოვრებლებს და მეწარმეებს, ესე ვთქვათ, ფიზიკურ მეწარმეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად ეწევიან საქმიანობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ ორი აგროტური მოუწყვეთ, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოსში და ვანახეთ ის წარმატებული ბიზნესები, ვანახეთ წარმატებული გამოცდილება, რის გაზიარების საშუალებითაც მათ ექნებათ საშუალება, რომ ჩვენს რეგიონში მსგავსი ტიპის თუნდაც მცირე გაბარიტების საქმიანობა განახორციელონ და უფრო მეტად მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რაც რითაც ხელი შეუუწყათ. გარდა ამისა, დაახლოებით 46 ქალბატონ ესე ვთქვათ ფიზიკურ ფერმერს, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტების ფარგლებში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, მათ შეუწყათ ხელი და საკონსულტაციო მომსახურება შევიძინეთ, რომელმაც გადაამზადეს გარკვეული მიმართულებებით, აქტიურად როგორც ჭირის წარმოება და სხვადასხვა მიმართულებები, რათა თვითონ საკუთარი ძალებით შეძლონ აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის განხორციელება და უფრო მეტად შეუწყოთ ხელი ქალბატონ მეწარმეებს სამომავლოდ თავიანთ საქმიანობაში და ამ კუთხით ჩვენ გქონდა ეს პროგრამა, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული სამინისტროს მიერ. რა თქმა უნდა, სამინისტრო და სამინისტრო დეპარტამენტი არის აქტიურად ჩართული იქეთკენო გარდა პროგრამული ღონისძიებისა, დარგში შემოვიტანეთ ეს სიახლეები, რაც საჭიროებს, ესე ვთქვათ, ჩვენი რეგიონი, როგორც ვიცით, არის მცირემიწიანი და გვინდა რომ მცირედი საშუალებები, სადაც კი არსებობს, მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ახალი კულტურების და ახალი მიმართულებით, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვართ მოწოდების სიმაღლეზე იმ კუთხით, რომ შემოვიტანოთ დარგში არსებული სიახლეებით და მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც შეიძლება რეგიონს გააჩნდეს. რა თქმა უნდა, გქონდა შემდგომ არსებული რეგიონში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით შესაძლებლობების ფორუმი, სადაც მოწვეული ყავდა აგრომეწარმეები რეგიონში და ასევე რეგიონის გარეთ და რომლის მეშვეობითაც გავაცანით შესაძლებლობა, რაც
რეგიონს გააჩნია, რაც არსებობს პოტენციალი და რის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია მხარი დაუჭიროთ აქ ნებისმიერ წამოწყებას ფაქტიურად ჩვენ ტერიტორიაზე და აღნიშნული ფორუმი და მსგავსი ტიპის ღონისძიებები, ფესტივალები იქნება მხარდაჭერილი 2025 წელსაც, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ცნობადობა გაიზარდეს აქ წარმოებული პროდუქციის. ეხლა კი მინდა აგროსერვის ცენტრზე გავმახვილდე 5 პროგრამა განხორციელდა ამ ცენტრის მეშვეობით და 4 ქვე პროგრამა და მთავარი პროგრამებით დავიწყებ, რაც კოვიდის დროს დაიწყო და ჯერ კიდევ ვაგრძელებთ, ეს გახლავთ უფასო დახმის პროგრამა და 2025 წელშიც გრძელდება. გასულ წელს დაახლოებით პროგრამა შეადგენდა 4.450.000 ლარის ფარგლებში და მაქსიმალურად იქნა ათვისებული და დაახლოებით 2.280-2.300 ჰექტარამდე იქნა დამუშავებული მიწის ნაკვეთი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ძირითადად რა თქმა უნდა ქობულეთში გახლავთ ეს მიწის ნაკვეთები, თუმცა მაღალმთიანეთშიც მაქსიმალურად გასულ წელს უკვე ახალი კომპონენტებით შევედით და ფიზიკურად კომპონენტების დამატებით პირდაპირ დაფრეზვის კომპონენტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მომსახურების არეალი გაიზარდა და დაინტერესებული ფერმერთა რაოდენობაც გაიზარდა. გასულ წელს წარმატებით ჩაიარა, ამიტომიდან გამომდინარე და კონტრაქტორმა კომპანიამაც მაქსიმალურად შეძლო, რომ აგროვადებში დაამუშავა მიწის ნაკვეთები, ფაქტიურად როგორც დახმის, დადისკვის, დაფრეზვის და დაფარცხვის სხვადასხვა კომპონენტებით ყველა ის მოთხოვნა რაც იყო შემოსული როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე სამინისტროში ყველა იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნული მიმართულებით წელს ცოტათი სიახლეები გვაქვს, ნაწილობრივ ჩვენ ტექნიკა გადმოგვეცა საქართველოს გარემოსდაცვით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ესე ვთქვათ მექანიზაციის ცენტრიდან და რომლის მეშვეობით და საკუთარი ძალებით ვცდილობთ, რომ ქედის შუახევის ტერიტორიები ჩვენთან დავამუშავოთ სხვადასხვა მიმართულებით და ქობულეთის ნაწილი, ხოლო ქობულეთის ძირითადი ნაწილი ხელვაჩაური და ხულო გატანილი გქონდა სახელმწიფოს შესყიდვაზე, ტენდერი შედგა და სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს აპრილიდან, ამიტომიდან გამომდინარე მაქსიმალურად უკვე დღის მდგომარეობით 200 ჰექტარზე მეტი არის დამუშავებული და დღესაც უკვე მიმდინარეობს ეს სამუშაოები და აგროვადებში ივნისის დასაწყისში უკვე ვფიქრობთ, რომ ყველა ის რაც მიწის ნაკვეთი იყო დაგეგმილი დამუშავდება დაახლოებით 2400 ჰექტარზე მეტი და ყველა კომპონენტი იქნება შესრულებული. აღნიშნული მიმართულებით მინდა მოსახლეობას ვთხოვ, რომ იყოს მაქსიმალურად ჩართული, მობილიზებული, რათა ტექნიკა როცა სოფელში შევა და თემში შევა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს უფასო დახმის პროგრამა და მაქსიმალურად დაამუშავონ თავიანთი მიწის ნაკვეთები. და ამავდროულად ახლა სხვა დეტალებში აღარ შევალ, სად როგორ დაიხნა და რამდენი კომპონენტი, თუმცა ჯამში მინდა გითხრათ, რომ 2280 ჰექტარზე მეტი დაიხნა. ასევე აგროსერვისის განვითარება რეგიონში ესეთი პროგრამა, რომლის ქვე პროგრამის ფარგლებში გაგვაჩნია საენერგო და საჩითილე მეურნეობები, როგორც იცით, ჩაქვში საენერგო და გვარას საენერგო მეურნეობები და სადემონსტრაციო ნაკვეთები, ასევე შუახევში გვაქვს საჩითილე მეურნეობა, რომელიც მეშვეობითაც გასულ წელსაც და მიმდინარე წელსაც უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, რათა შუახევში გამოყვანილი იქნას ერთწლიანი კულტურების ჩითილები და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ფასად იქნეს გადაცემული. ამავდროულად ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაქვში და გვარაში გამოყვავს როგორც ვაზის, ასევე ციტრუსის, ხეხილოვანი კულტურების ნერგები და ფაქტურად ხდება მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ფასებში აღნიშნული ნერგების გადაცემა და ამავდროულად იმ სადემონსტრაციო ნაკვეთების მოვლა-პატრონობა ხდება და განვითარება და გაფართოება, რაც ფაქტურად ჩვენს სარგებლობაში გადმოცემული და რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტურად მოსახლეობა შეგვიძლია ვაჩვენოთ, როგორც საადრევო ციტრუსის ნერგებიდან თუ როგორი მოსავალი შეუძლიათ მიიღონ და სხვადასხვა მიმართულებით რა სარგებლი შეუძლიათ მიიღონ ჩვენ ენერგიებით, ასე რომ აღნიშნული მიმართულებით წელსაც აქტიურად ვართ წარმოდგენილი და ჩვენი აგრარული მიმართულების სპეციალისტები და ჩვენი სპეციალისტები ვინც არიან აღნიშნული მიმართულებით ჩართული, რა თქმა უნდა მაქსიმალურს აკეთებენ იქ დარგში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე. მიმდინარე წელს ფაქტურად ჩვენ თებერვლის თუ არ მეშლება მქონდა გამოწვევა თოვლიანობის დროს სასათბურო მეურნეობის ნაწილში, თუმცა მაქსიმალური ძალისხმევით შევძელით, რომ არ დაზიანებულიყო აღნიშნული მიმართულებით ჩვენ სასათბურო მეურნეობები, რათა დიდი თოვლის ესე ვთქვათ ნალექი მოვიდა, რამაც გარკვეულწილად რისკის წინაშე დააყენა აღნიშნული მეურნეობები, თუმცა შევძელით ერთობლივი ძალისხმევით და გადავარჩინეთ აღნიშნული ჩვენი მეურნეობები. რა თქმა უნდა, მეორე მნიშვნელოვანი პროგრამა, მესამე, რაც გახლავთ, ესაა მელიორაციის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც გასულ წელს განვახორციელეთ. ეხლა ვიგეტყვით. საერთო ჯამის სტატისტიკას გეტყვით, რომ 73 არხს და დამშრომლს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ხოლო გასული წლის კონკრეტულს გეტყვით, რომ მქონდა გამოყოფილი 1.800.000 ლარის ფარგლებში და დაახლოებით 1.500.000 იქნა ათვისებული. ერთი კონკრეტული არხი, რომელიც მშენებლობას დასკვნის ეტაპზე
თოვლის ნალექმა შეუშალა ხელი და ვერ იქნა ჩავარებული სამუშაო, მიმდინარე წელს დასრულდება. ეხლა როგორც კი თოვლი აღარ იქნება და გასულ წელს 8 სარწყავარხს სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით გაუკეთეთ რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და ამდენივეს და ცოტათი მეც გაუკეთეთ საკუთარი ძალებით, იმიტომ რომ 2024 წელს დაემატა ახალი კომპონენტი, საკუთარი, ასე ვთქვათ, მელიორაციის არხების მოვლაშენახვის კომპონენტი, რომლის პარალელში მუშა თანამშრომლები ყავს აყვანილი და ფაქტურად საკუთარი ძალებით ვახდენთ როგორც საჭირო ინვენტარის შეძენას, ასევე რეაბილიტაციას აღნიშნული არხების. და რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც გრძელდება აღნიშნული პროგრამა და უფრო ბიუჯეტის გავზარდეთ 2 მილიონზე მეტი არის და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტ არხს გავუკეთებთ რეაბილიტაციას როგორც სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით, ასევე საკუთარი ძალებით ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ჩვენ საქმე ვქონებთ, ეს გახლავთ ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, რადგან ქობულეთის მუნიციპალიტეტის დამშრომლობები და სხვა არხები ფაქტურად გახლავთ საქართველოს მელიორაციის ბალანსზე და მის, ესე ვთქვათ, ექსპლუატაციას და შემდგომ მოვლა პატრონობას, რა თქმა უნდა, ახდენს ცენტრალიზებულად მელიორაციის სამსახური ამ ნაწილში ჩვენ არა ვართ წარმოადგენილი. რაც შეეხება შემდგომ პროგრამას, ეს გახლავთ მეცნიერების ხელშეწყობის პროგრამა, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და რომელშიც ძირითადად ამ ეტაპზე ჩვენ შემოფარგლული გახლავართ, როგორც სანერგე მეურნეობაში გითხარით, ფაქტურად მეცნიერების ფერმერებს ხელს უწყობთ ციტრუსის ენერგიის გადაცემით, ახალი ბაღების გაშენების კომპონენტის მხარდაჭერით, როგორც ენერგიის თანდაფინანსებით, ამავდროულად სარწყავის სისტემა თუ რაც ესაჭიროება ამ ნაწილის თანდაფინანსებით. ეხლა ეს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის პარალელში ზოგადად ჩვენ ვახორციელებთ არასტანდარტული ციტრუსის თანდაფინანსებას, სუბსიდირებას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ვზრდით, როგორც მოგეხსენება წლების წინ გახდათ 20 თეთრის, ესე ვთქვათ, ოდენობით თანდაფინანსება, მათ შორის 10 თეთრი იყო კომპანიის და შემდგომ 10 თეთრი სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ფინანსდებოდა და აღნიშნული პროგრამა დაახლოებით 15-16 წლიდან ხორციელდება და ბოლო წლების განმავლობაში 23-24 წლის სეზონზე და 24-25 წლის სეზონზე უკვე თანდაფინანსება ავიდა 39 თეთრზე, ანუ ჩვენი მსხვილდა და 5 თეთრი არის კომპანიის ბოლო ფაქტურად 2016 წლიდან დახარჯული მონაცემებს გეტყვით, რომ 13 მილიონი ნახევარზე მეტი არის დასუბსიდირებული და ფაქტურად ჩვენს ფერმერებს აქვს აღნიშნული თანხით დასარგებლები და ამავდროულად 94,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ციტრუსი იქნა გადამუშავებული ორი კომპანიის მიერ სხვადასხვა წლებში 16 წლიდან მოყოლებული. გასული წელი არ გახლდათ გამორჩეული წელი აღნიშნული მიმართულებით, ვინაიდან მოსავალი დაახლოებით 25-30% იყო ნაკლები რეგიონის მასშტაბით და საერთოდ ქვეყნის მასშტაბით, თუმცა უმეტესწილად არასტანდარტული ციტრუსიც კი ექსპორტირებას დაექვემდებარა რა და საერთო ჯამში 31,000 ტონაზე მეტი ექსპორტი გაკეთდა, როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული და იმის საჭიროება, რომ უფრო მეტი არასტანდარტული გადამუშავებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები იყვნენ დაინტერესებული, რომ უფრო მეტი რესურსის მობილიზება გაეკეთებინა და უფრო მეტის გადამუშავება შესაძლებოდათ, ფაქტურად რესურსი ვერ იქნა მეტი გამონახული, აქ მანდარინზეა საუბარი, იმიტომ რომ ფაქტურად უმეტესწილად ექსპორტირება განხორციელდა და სხვათა შორის გასული წელი იყო პირველი წელი, როცა სტანდარტული ციტრუსის ფასიც ლარზე ნაკლები არ ყოფილა და პირიქით უკვე სეზონის ბოლოსკენ ლარ ნახევრამდეც კი იყო, ეს იყო მაღალი ფასი და საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014 წლიდან დღემდე 327,000 ტონაზე მეტი იქნა ქვეყნიდან ექსპორტირებული, რაც 167 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების არის, თუმცა ეს მხოლოდ აჭარის მანდარინი არ გახლავთ და ციტრუსი აქედან გახლავთ როგორც სამეგროს ნაწილის გურიისა, თუმცა დაახლოებით ქვეყნიდან ექსპორტირებული ციტრუსის 70 და სეზონიდან გამომდინარე ხშირად 80-იც კი არის აჭარაში წარმოებული, ანუ ქობულეთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წარმოებული ციტრუსი. მეტი ციტრუსის ნაწილზე ფაქტურად გამოყოფილი რესურსი ძირითადად იქნა ათვისებული, დაახლოებით 200,000 არ იქნა ათვისებული, იქიდან გამომდინარე რაც მობილიზებას, რასაც რესურსს ველოდით, რომ დაახლოებით 7,000 ტონა იქნებოდა მინიმუმ დეკემბრის თვეში, ფაქტურად 6,000 ცოტათი მეტი იქნა გადამუშავებული და ფაქტურად 24 წლის განმავლობაში, როგორც იანვარში, ასევე თებერვალში, საერთო ჯამში გადამუშავდა 10,000 ტონაზე მეტი ციტრუსი და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელსაც გავაგრძელოთ აღნიშნული პროგრამა და 3 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული და ფაქტურად სეზონში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევხვდებით მომზადებული როგორც ფინანსურად, ასევე სხვა კუთხის მხარდაჭერით ჩვენ ვიქნებით აქტიურად წარმოდგენილი, შეიქმნება ისევე შტაბი, როგორც გასულ წელს და შტაბმა ფუნქციონირება მაქსიმალურად, როგორც სტანდარტული ციტრუსის ხელშეწყობის კუთხით ლოჯისტიკის ნაწილში იყო ჩართული, ასევე არასტანდარტული ციტრუსის მიღება გადამუშავების პროცესში იყო და მიმდინარე წელსაც ვფიქრობთ, რომ ესე იქნება ჩართული აქტიურად. ასევე აგროსერვისის ცენტრის მეშვეობით განვახორციელებთ მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა, ცალკე დამატებით, რომელიც ჩვენ პროგრამასთან ერთად მეფუტკრეებს შეძლოთ ტექნიკური მხარდაჭერის ნაწილი, თუმცა ცალკე პროგრამით შეეძლოთ აგროსერვისის მეშვეობით ესარგებლად
სკების ესე ვთქვათ დედანპლატის 2000 ერთეულის გადავეცი 120 ფერმერს დაახლოებით, რომელსაც ჰქონდათ განაცხადების შემოტანილი და მინერალ წელსაც ვაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამას, რათა არანაკლებ 2000-ის გადავცეთ და ის სახლები, ეგრეთ წოდებული ფუტკრის გავაახლოთ, შემოვიტანოთ სიახლეები, რათა არ მოხდეს გადაძველებული სახლებში ფუტკრის და თაფლის წარმოება, რაც თავიდან ავიცილოთ, როგორც დაავადებები ფუტკარში, ასევე მივიღოთ ხარისხიანი თაფლი. რაც ეხება მეცხოველეობის დარგის შემდგომ განვითარებას, აქ ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით ხარდაჭერას, ერთ-ერთი გახლავთ ხელოვნური განაყოფიერებას და ფაქტიურად მიმდინარე პერიოდში ეს გახლავთ აქტუალური, განსაკუთრებით სადაც მესაქონლეობას მისდევს ჩვენი მოსახლეობა და მაქსიმალურად ვართ ჩართული და მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამა და მიმდინარე წელს ცოტათი დაფინანსებაც გავზარდეთ და გასული წელს მაქსიმალურად იქნა ათვისებული და ამავდროულად იმ ადამიანები, რომლებიც ეწევიან ფაქტურად მესაქონლეობას, ჩვენ ხარს ვუჭერთ დაკვლის პროცესის სუბსიდირებას, როგორც მოგეხსენებათ 70%-იან თანაფინანსებას უკეთებთ და გასული წელს დაახლოებით ამ კუთხით 250,000 კილოგრამი ხორცი იქნა დასუბსიდირებული, რამაც საერთო ჯამში 140,000 ლარზე მეტი შეადგინა და მიმდინარე წელს აღნიშნული გრძელდება აღნიშნული პროგრამა და მაქსიმალურად ხელი შეუწყობთ სასაკლაოს ფუნქციონირებას და ამ სასაკლაოზე ჩვენი მოსახლე ფერმერების, ვინც მესაქონლეობას მისდევს მის მიერ წარმოებული ხორცის, ესე ვთქვათ, სტანდარტულ გარემოში, თანამედროვე სტანდარტების ფორმატში, რომ მოხდეს ხორცის დამუშავება და აგრარულ ბაზარს მიეწოდოს, აღნიშნული კუთხით ხორციელდება ეს ხელშეწყობა და რა თქმა უნდა ჩვენს ფერმერებს. ეს გახლავთ აგრარული მიმართულებით ძირითადი ღონისძიებები, რა თქმა უნდა მცირე ღონისძიებებს აღარ შევეხებით, დიდ დროს აიღებს და ახლა მინდა გარემოს დაცვით ნაწილზე ვისაუბრო. რა თქმა უნდა გარემოს დაცვითი ნაწილი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მთელ სოფლიოში და ჩვენაც გვინდა რომ ფერხულში ვიყოთ და მაქსიმალურად ხარი დავუჭიროთ ჩვენს მიერ დაგეგმილ და განსახორციელებულ ღონისძიებებით. და ფაქტიურად ბოლო წლების განმავლობაში არაერთ კვლევაში ვარ ჩართული, როგორც გეოლოგიურ ნაწილში, ასევე ჰაერის კვლევით ნაწილში, ზედაპირული წყლების და ჩამდინარე წყლების ნაწილში, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში უკვე ორი სეზონია განვახორციელეთ ბათუმის სანაპირო ზოლის მომარაგებითი სამუშაობა ხელოვნური კვებით, ეს პლაშტარმოქმნელი ქვიშაღორღი იქნა შეტანილი. ფაქტიურად დავიწყეთ 22 წელს და 22-23 წელს განვახორციელეთ დაახლოებით 412,000 კუბი შევიტანეთ. 23-24 წელს ნაწილში იქნა დაგეგმილი და 25 წლის იანვარში დასრულდა 24 წელს დეკემბერში დავიწყეთ. 110,000 კუბი იქნა შეტანილი ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ ბათუმის სანაპირო ზოლი ახალი ბულვარიდან დაწყებული ფაქტიურად მიმდებარე ძველი ბულვარის იქნა ხელოვნურად მომარაგებული და ექსპერტების ჩართულობით ყოველწლიურად ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მიმართულებით 100-120,000 კუბი შევიტანოთ, როგორც ყოველწლიური გათვლებით იქნება საჭირო და მოვამარაგოთ ხელოვნურად, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში არსებულმა სტატისტიკამ და ექსპერტების დასკვნება ცხადყო, რომ ფიზიკურად ბოლო წლების განმავლობაში აუცილებელია ხელოვნური კვების სამუშაოები ჩატარდეს ყოველწლიურად და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, როგორც ბიუჯეტურად წელსაც გვაქვს გათვალისწინებული და უკვე მიმდინარეობს პროექტირება და საშემოდგომოდ უკვე მზად ვიქნებით სახელმწიფო შესაძლებლობა იქნება განხორციელებული, რათა 25 წლის ბოლოს 26 წლის დასაწყისამდე ჩვენ შევიტანოთ და მომავალ წლის სეზონზეც დავხვდეთ მზად, ესე ვთქვათ, ხელოვნური კვებით სამუშაოები განვახორციელოთ. გასულ წელს 110,000 კუბი როგორც დავიგეგმეთ დეკემბერ-იანვარში შევიტანეთ, მიმდინარე წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ტერიტორია და ზოგადად სანაპირო არის მომარაგებული და ფაქტიურად აღნიშნული მიმართულებით გამოწვევას ნაკლებს ველოდებით და შეგვიძლია ვთქვათ, სეზონი იქნება ამ კუთხით მომზადებული, სეზონზე დავხვდებით, სანაპირო იქნება მზად ამ მიმართულებით და რაც შეეხება გარდა ბათუმისა, ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოს არსებული კვლევებით საჭიროება წარმოიშვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპირო ზოლის მომარაგების. ამ კუთხით გეტყვით, რომ ჩვენ მქონდა წერილობითი მიმოწერა საქართველოს უფლებამოსილ კომპეტენტურ დაწესებულებასთან ეს გახლავთ სანაპირო ზოლის ესე ვთქვათ დაცვის მიმართულებით გახლავთ საქართველოს საავტონომო გზების დეპარტამენტი, სადაც ნაპირდაცვის სამსახური გახლავთ. აღნიშნული მეშვეობით ჩვენ მქონდა კომუნიკაცია, როცა ეს საჭიროება წარმოიშვა და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის ანგარიში იქნა ასახული. დაახლოებით 140,000 კუბი არის ქობულეთის სანაპიროზე შესატანი სეზონის ბოლოს 2026 წლის დასაწყისში და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული წერილობითი თანხმობის წერილობით ესე ვთქვათ წერილის თანახმად 2000 ამ სამუშაოებს 2006 წლამდე 6 წლის ესე ვთქვათ სეზონამდე განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ასე რომ მის დაგეგმვას
და შემდგომ განხორციელებას უზრუნველყოფს პროექტირებას უზრუნველყოფს ავტონომიური გზების დეპარტამენტი, იმიტომ რომ წარსულშიც მისი გამოცდილებას და სამუშაოს განხორციელებასაც აღნიშნულს აწარმოებდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ესე ვთქვათ გზების დეპარტამენტი, ასე რომ ფიქრობთ მომავალ წელში უკვე ქობულეთში შეგვიძლია ანალოგიური სამუშაოებით უზრუნველყოთ და ნაპირი ესე ვთქვათ მოვამარაგოთ. რაც შეეხება სხვა გარემოს მიმართულებებს, ღონისძიებებს, ჩამდინარე წყლებზე აქტიურად ხორციელდება კვლევები და დაკვირვება, ამავდროულად როგორც იცით გასულ წელსაც და თუ არ 23 წელში იყო გამოწვევა, რომ სეზონი და 24 წელში რომ იქნებოდა სხვა დაბინძურებული და სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს კოლეგებთანაც, მეგობრებთანაც და ამავდროულად საზოგადოებასაც ვაწვდით ყოველ 10 დღეში ერთხელ ინფორმაციას, რომ წყალი იყო სუფთა, მიმდინარე წელსაც გვინდა რომ აჭარის სანაპიროზე ფაქტურად ჩოლოქიდან დაწყებული სარფის ჩათვლით გავაკეთოთ ზედაპირული ზღვის წყლის სინჯების აღება და ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ თუ რა მდგომარეობაშია ზღვის წყალი და თუ ექვემდებარება ამ წყალში ესე ვთქვათ შესვლას და თუ ხوار არის რაიმე დაბინძურებას ხوار აქვს ადგილი. გარდა ჩვენი ესე ვთქვათ კვლევებისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახური სიღრმისეულ კვლევას ნაპირის წყლისას აკეთებს და სხვადასხვა მიმართულებით დაბინძურებაზე და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთობლივად ჩვენ შეგვიძლია საერთო ჯამში განსაზღვროთ, რომ წყალი ხوار შეიცავს რაიმე ისეთ დაბინძურებას, რამაც შეიძლება ადამიანისათვის საფრთხე შექმნას, ასე რომ მიმდინარე წელსაც ვიქნებით აქტიურად წარმოდგენილი აღნიშნული მიმართულებით და არ შეექმნებათ ჩვენს ესე ვთქვათ, როგორც ვიზიტორებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები. თუ რაიმე ღმერთთან უხრას და რაიმე იქნება გამოწვევა, რა თქმა უნდა, იქნება მოსახლეობა ინფორმირებული. და ამავდროულად აღნიშნული სამმართველოს მიერ აქტიურად ხორციელდება გეოლოგიური შესწავლა, როგორც იცით, ბოლო წლების განმავლობაში და კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ლოკაციაზე გააქტიურდა მეწყრული პროცესები და აღნიშნული მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენი სამსახური და ჩვენი გეოლოგები აქტიურად არიან წარმოდგენილი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში და კვირაში 7 დღეს მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა ოჯახი, ყველა ლოკაცია აქტიურად ესე ვთქვათ გეოლოგიური პროცესები სადაც მიმდინარეობს, იქნეს შესწავლილი, იქნეს დაკვირვებული და დაკვირვების ქვეშ, რათა დროულად გამოვლინდეს იქ არსებული ესე ვთქვათ საფრთხე შემცველი პროცესი და იქნეს მიწოდებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტისათვის, რათა მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს აღნიშნული მოსახლეობის გასახლება ტერიტორიიდან, ადგილმონაცვლეობა ან გამაგრებითი სამუშაოების წარმოება, ან სხვადასხვა მიმართულების სამუშაოების დაგეგმა. ამ კუთხით ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია სტატისტიკა მოგახსენოთ, თუ გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 4564 განცხადება იქნა შესწავლილი და მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტი. ეს არ გახლავთ ცოტა რაოდენობა, იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით 4 გეოლოგი ვიყავს მხოლოდ სამსახურში ამ ეტაპზე, იმიტომ რომ სხვა ვაკანსიების და მიუხედავად ვერ შევძლიეთ მეტი გეოლოგის დასაქმება, იმიტომ რომ ნაკლებად არიან დაინტერესებული სპეციალისტების ნაკლებობა ეს დარგი განიცდის, როგორც სხვადასხვა მიმართულებით აგრარული და ესე შემდეგ. ამიტომ აუცილებელია, როგორც დასაწყისში ვთქვი, ახალგაზრდა თაობას, როგორც სტაჟირების ნაწილზე ხა გამომჩემესაუბრა, გასულ წელსაც ქონდა აქტიურად სტაჟირების პროგრამები და მიმდინარე წელსაც გვაქვს. გარდა იმ სტაჟირების პროგრამისა, რასაც უნივერსიტეტსა და ჩვენ შორის არსებული მემორანდუმი ითვალისწინებს, ჩვენ ცალკე ფასიანი სტაჟირების პროგრამები გავაჩინია, რომლის მეშვეობითაც გვინდა დარგში არსებული სპეციალისტები მოვიზიდოთ, როგორც სტუდენტები, ასევე კურსდამთავრებულები, რათა მათ მიეცეთ 3-6 თვიანი, ესე ვთქვათ, გადამზადების პროცესი და იმ მიმდინარე პროცესების ჩართულობა ვაჩვენოთ თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რა თქმა უნდა იყო პრაქტიკა, როცა გადამზადებული სტუდენტებიდან ესე ვთქვათ კურსდამთავრებულები შემდგომ სამსახურშიც ავიყვანეთ და ჩვენი სურვილია რომ მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს აღნიშნული მიმართულებით და ხელი შეუწყოთ თანამედროვე ახალგაზრდა თაობას, რომელიც უფრო მეტ შეძლებს გააკეთოს და რა თქმა უნდა ამ კუთხით ვართ მობილიზებული. ბოლოს მინდა გესაუბროთ სატყეო სააგენტოს საქმიანობაზე, რომელმაც განახორციელა 3 პროგრამა და 4 ქვევ პროგრამა და როგორც მოგეხსენებათ, მიუხედავად ურბანული განვითარებისა, სატყეო მიმართულება ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება ჩვენი რეგიონისთვის, რათა დაახლოებით 75% ჩვენი რეგიონის არის ტყით დაფარული და წარმოადგენს სატყეო ფონდის ტერიტორიას, დაახლოებით 187,000 ჰექტარი, აქედან 150,000 ჰექტარზე მეტი არის სატყეო სააგენტოს განკარგვაში, ხოლო დაახლოებით 37,000 ჰექტარზე მეტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს განკარგვაში და ფაქტობრივად ამ 187,000 ჰექტარზე ჰექტრის მოვლას, იქ არსებული მდგომარეობის შესწავლას და მის განკარგვას და გადაწყვეტილების მიღებას ამ კუთხით საქმიანობს ახორციელებს ამ მიმართულებით აჭარის სატყეო სააგენტო. სატყეო სააგენტოს სხვადასხვა პროგრამები აქვს, მათ შორის პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და სოციალური ჭრები, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეტაპობრივად ფიქრობთ, სადაც გაზიფიცირება მოხდება, ნაკლებად იქნება ინტერესი ამისა და
თავარი მოსახლეობის დროული გაზიფიცირება მოხდეს, სადაც გაზიფიცირება მოხდა მოსახლეობის ფაქტობრივად იქ მერქნულ რესურსზე შემცირებულია მოთხოვნა და თუ გინდა რომ გარემოს გაუფრთხილდეთ, აუცილებელია პირველ რიგში გაზიფიცირება განახორციელოთ. მანამ კი სანამ გაზიფიცირება ყველა სოფლამდე მივა და ყველა თემში იქნება, მანამ გვიხდება მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მერქნულ რესურსით, ამ კუთხით აუცილებელია ჯერ კიდევ რომ სატყეო გზები გავიყვანოთ და ყოველწლიურად გავყავს სატყეო გზები. საერთო მონაცემების შორს აგვიყვანს, თუმცა მინდა გითხრათ რომ სატყეო გზების გაყვანის კუთხით გასულ წელს 38 კილომეტრი თუ არ მეშლება გზა გავიყვანეთ და 180 კილომეტრზე არსებული გზის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. აღნიშნული ემსახურება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნული ესე ვთქვათ ყეკაფს ქამდე გზის მიყვანას, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას ეძლევა საშუალება, რომ ისარგებლოს აღნიშნული ყეკაფით და მიიღოს როგორც საშიში, ასევე სამასალე მერქნული რესურსი. ამ სანამ ბოლოში დავამატებდი, აქვე ვიტყოდი, რომ როგორც იცით, აჭარის სატყეო სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს საერთო ჯამში საგრანტო პროგრამას, რომელიც დაახლოებით 7 მილიონი ევროს შეადგენს გრანტის ნაწილში და ასევე დაახლოებით 5 მილიონ ლარს საკუთარ ესე ვთქვათ ბიუჯეტის ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყოს მობილიზებული და განვახორციელოთ პროგრამა, რაც ითვალისწინებს ტყის მდგრად მართვას და აღნიშნული გრანტის ფარგლებში და აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ვფიქრობთ, რომ 2026-27 წლიდან გადავიდეთ უკვე იმ მიმართულებაზე, რომ მერქნულ რესურსის დამზადებაში მოსახლეობა იქნება ნაკლებად ჩართული და ამას უზრუნველყოფს უკვე სატყეო სააგენტოს მიერ დასაქმებული, დაქირავებული და წინასწარ განსაზღვრული პირები და ამზადებენ მერქნულ რესურსს და შესაბამისად წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე დაასაწყობენ, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა უზრუნველყოფს როგორც საკუთარი ძალებით, ასევე სატყეო სააგენტოს მომსახურებით მიღებას და ესე ვთქვათ წაღებას საკუთარ სახლში მერქნულ რესურსის. ერთი მხრივ ამით გვინდა რომ გაუადვილოთ მოსახლეობას მერქნულ რესურსზე წვდომა და აღარ ქონდეთ ის ესე ვთქვათ გამოწვევები ტექნიკის არარსებობა და სიმცირე რაც დღესდღეობით არსებობს და ამ კუთხით არის ესე ვთქვათ ფასიც გაზრდილი, თუმცა მეორე მხრივ გვინდა რომ ჩვენს ტყეს და გარემოს გაუფრთხილდეთ, ნაკლებად იყოს ჩართვა კერძო პირების და ნაკლებად იქნება ამავდროულად უკანონო ჭრები, როცა აღნიშნული პროცესი სრულიად საქართველოში და მათ შორის აჭარაში განხორციელდება. აღნიშნული რეფორმა 2026 წლის იანვრიდან უნდა შევიდეს ზალაში და ჩვენ ეხლა მიმდინარე პერიოდში გამოცხადებულია ტენდერი უკვე მაისის თვეში იქნება კონვერტის გახსნა, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო ტენდერში 3.600.000 ევროს ტექნიკა არის გამოცხადებული და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ტექნიკის მოწოდების შემთხვევაში დამატებით ჩვენ სამეურნეო ზოების მოწყობის ნაწილსაც გავაგრძელებთ და მიწის ნაკვეთის ესე ვთქვათ რეგისტრაცია და ეს პროცედურებს გავდივართ და შემდგომ წლის ბოლომდე გსურს, რომ გარკვეულწილად უკვე სამეურნეო ზოებიც იყოს გამოკვეთილი, სადაც შევძლებთ ესე ვთქვათ მერქნულ რესურსის დასაწყობებას და აღნიშნული პროცესი იქნება ცოტა გრძელვადიანი, თუმცა აუცილებელი ჩვენი გარემოს და ტყის გადასარჩენად და მოსახლეობის უზრუნველსაყოფად. ამავდროულად სატყეო მიმართულებით მინდა ვისაუბრო, რადგან თუ არ ვცდები ცოტა დროა დარჩენილი ძირითად მიმართულებებზე, როგორც იცით, ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით 90-იან წლებიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა ესე ვთქვათ გარემოს და მათ შორის ტყეებს და გლობალურმა კლიმატურმა ცვლილებებმაც გამოიწვია ესე ვთქვათ ტყეების დეგრადირება და ფაქტიურად ბოლო წლებში 2013 წლიდან ვახორციელებთ დეგრადირებული ტყეების ხელოვნურ და ბუნებრივ განახლებას და 1300 ჰექტარზე მეტია უკვე ბუნებრივი განახლება განხორციელებული, სადაც ფაქტიურად შემოღობით სამუშაოებს დაახლოებით ყოველწლიურად 100 ჰექტარზე მეტზე ვაკეთებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის წარმატებული მაგალითები, სადაც განვახორციელეთ, შეგვიძლია ვთქვათ 5-6 წლის ესე ვთქვათ შედეგი გახლავთ ის, რომ იქ ჩვეულებრივად რომელი ტერიტორიაც შემოღებით და თავის დროზე უკვე დეგრადირებული იყო, არ იყო ესე ვთქვათ ახალი ხეები დღეის მდგომარეობით იქ შეგვიძლია განსხვავებაც კი ვერ იპოვოთ არსებულსა და ახალ შორის იმდენად უკვე გაიზარდა იქ ახალმა ხეებმა და ფაქტობრივად აღსდგა ტყე. და აღნიშნული მიმართულებით ჩვენ ყოველწლიურად ვაგრძელებთ, გასული წელს არ იყო გამორჩეული 100 ჰექტარზე მეტი გავაშენეთ, მიმდინარე წელსაც ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს და გვაქვს ბიუჯეტი გათვალისწინებული და შესამზღონისებს ვაკეთებთ, თუმცა არსებობს კიდე გამოწვევები სხვა მიმართულებით, რომ წიწვოვან ხეებში გვაქვს დაავადებები და შესაბამისი ესე ვთქვათ მავნე წერები, რომელიც იწვევს წიწვოვანი ხეების ესე ვთქვათ გახმობას და ამ კუთხით ჩვენ როგორც ესე ვთქვათ ბუნებრივი მტერის ჩასახლებას ვაკეთებთ, ასევე ვაკეთებთ სანიტარულ ჭრებს, რათა შერჩევითი ტერიტორია, სადაც კი არის აქტიურად საჭიროებებს ჩვენს შარევას და
ხელოვნურ ჭრას, ვაკეთებთ იქ სანიტარულ ჭრას, დაახლოებით ბოლო წლების განმავლობაში გასულ წელს 4000 კუბი იქნა დამზადებული, მათ შორის გომის მთის მიმართულებით ქობულეთის ნაწილში, ასევე შუახევის, ხულოს ნაწილში და მიმდინარე წელსაც ვიგეგმებით წიწვოვან ნაწილში აღნიშნული ღონისძიების განხორციელებას და ფაქტიურად როგორც ფენომენების განთავსებას, რათა მივიზიდოთ და ესე ვთქვათ დავიჭიროთ ეს წერი და ახლობით გასული წლის სტატისტიკას გეტყვით, რომელიც არის ძალიან საინტერესო ოდენობის ნაწილი. დაახლოებით ძალიან ბევრი კილოგრამი მწერი არის დაჭერილი და 1 კილოგრამში, 1 გრამში არის 180 ერთეული და ეს მიუთითებს იმას, რომ ძალიან მასიურად შეიძლება ამ კუთხითაც ვიმუშაოთ, რათა შევძლოთ ძალიან ბევრი მავნე მწერის ამოღება ბუნებიდან, რომელიც ფაქტიურად უარყოფითი ზეგავლენას ახდენს ჩვენს ტყეებზე. ფაქტიურად სატყეო სააგენტო არის მაქსიმალურად მობილიზებული იქეთკენ, რომ ნებისმიერი ის ღონისძიება, რაც საჭიროებს ტყის დაცვას და შემდგომ პროცესების წარმართვას გაუძღვეს ამმართველები და გასული წლის დაგეგმილი ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, წელსაც დაგეგმილი გვაქვს როგორც სპეცტექნიკის შეძენა, ამავდროულად ის გზების გაყვანა და ის პროცედურების ჩატარება, რაც საჭიროებს ტყის მოვლას, მაქსიმალური ჩართულობით იქნება წარმატებით განხორციელებული. და ბოლოს მინდა ლაბორატორიული კვლევის ცენტრზე ვისაუბრო, მცირედით გამოყოფილი ბიუჯეტი გახლდათ 1,317,000 ლარი და ათვისებული 1,258,000 ლარი. მიმდინარე წელსაც ჩვენ ვაგზელებთ აქტიურ მხარდაჭერას ლაბორატორიის, რათა მაქსიმალურად შევძლოთ იმ კვლევების ჩატარება, რაც ჩვენთვის სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც ჩამძინარე წყლების და გარემოს მიმართულებით, ასევე კერძო სექტორის მომსახურებით სხვადასხვა მიმართულებით, რაც საჭიროება გააჩნია და მივიღოთ კერძო, ესე ვთქვათ, დაკვეთები სარესტორნო მიმართულებით თუ სხვადასხვა მიმართულებით, რასაც საჭიროებს კვლევითი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ 18 მიმართულებით გვქონდა აკრედიტაცია, თუმცა წელს გვინდა რომ განსაკუთრებით დიდი ყურადღება დავუთმოთ თევზის მიმართულებას, რაც აქამდე ეს არ ქონია სიღრმისეულად და ფაქტურად ჩვენს აგრომეწარმეებს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონულ ჭრილში არ ჰქონდათ ესე ვთქვათ მეთევზე ფერმერებს იმის საშუალება, როგორც ვირუსულ ნაწილში, ბაქტერიული ნაწილზე, პარაზიტოლოგიაში, თუ რასთან ჰქონდათ საქმე შეემოწმებინათ, უკვე წელს თბილისის ესე ვთქვათ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია აქვს ამის საშუალება და დანერგა ეს ყველაფერი და ჩვენ ურთიერთთანამშრომლობით შესაბამისი მიმართულებით დანერგვა და გაფართოება გვსურს აჭარაშიც და ფაქტობრივად ვფიქრობთ, რომ მალე ალბათ წლის ბოლომდე გავუვლით აკრედიტაციასაც ამ მიმართულებით, იმიტომ რომ გარკვეული ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებული და ლაბორატორია შეძლებს, რომ ჩვენს აგრო ესე ვთქვათ მეთევზე ფერმერებს გაუწიოს მომსახურება და ჩვენს ფერმერებს აღარ მოუწიოთ თუნდაც თურქეთში გადატანა კვლევისთვის და ადგილზე მარტივად ნახოთ თუ რა ვირუსთან გვაქვს საქმე, რა ბაქტერიასთან აქვს საქმე და ფიზიკურად მარტივად შეეძლებათ ამ კვლევების ჩატარება. თუმცა ამას რა თქმა უნდა დიდი სამუშაო უძღვის წინ მიმდინარეობს შესაბამისი გაიდლაინების და პროტოკოლის ჩამოყალიბება ჩვენს ლაბორატორიაში მიმდინარეობს ახლა ტექნიკას შესაბამისი ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებული სამუშაოები და ფაქტობრივად წლის ბოლომდე ალბათ აკრედიტაციას შევძლებთ რომ გავიაროთ. გარდა ამ ჩვენი პროგრამებისა ფაქტობრივად აქტიურად თანამშრომლობთ საქართველოს სოფლის გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მის შესაბამის სააგენტოსთან, რომელიც ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან კარგ პროგრამას ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ჩვენს რეგიონში და ფაქტობრივად ერთეულობრივი კოორდინაციით ჩვენ ერთობლივად უწყობთ ხელს ჩვენს აგროფერმერებს და აგრომეწარმეებს. ფაქტობრივად 2024 წლებში 2023-24 წლებში 36000 ბენეფიციარმა ისარგებლა 27 მილიონის თანდაფინანსებით აგრარული მიმართულებით აჭარაში. ეს არის RDI-ის, ანუ სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემები. აღნიშნული მიმართულებით ფაქტიურად მინდა დავამატო, რომ ბოლო წლებში დაამატეს თხილის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ფაქტიურად ქობულეთის ხელოვაჩაურის და ნაწილობრივ ქედის მუნიციპალიტეტი აქტიურად იყენებს 1 გექტარ მიწის ნაკვეთზე 500 ლარიანი თანდაფინანსებით, რომლის საშუალებითაც ეძლევა ჩვენს ფერმერებს, რომ შეიძინონ პესტიციდები და ის საჭირო ესე ვთქვათ რესურსი, რაც მისი ბაღის მოვლისთვის არის საჭირო და მიმდინარე წელსაც აქტიურად უკვე დაწყებულია პროცესი და მალე დაიწყება ქულების დარიცხვა და თანხების გაცემა. ასევე აქტიურად რაც ბოლო წლების განმავლობაში 16 წლით 17 წლიდან მოყოლებული ფაროსანა გვაწუხებს ეს ყველას და რეგიონის გამოწვევა, ქვეყნის მასშტაბით გამოწვევა. გასული წელს იყო აქტიური ამ კუთხით და ჩვენ ხელვაჩაურში დაემატა ახალი ბაზა და ვფიქრობ წელს 2 აპრილს ჰქონდა მინისტრთან შეხვედრა შესაბამის ესე ვთქვათ აბაშის ბაზაზე, სადაც ვფიქრობთ, რომ როგორც მაღალმთიანეთში, ხულოში, ქობულეთში და ხელვაჩაურში გაფართოვდება ტექნიკის რაოდენობა და ჩვენ შეძლებ უფრო მეტი ეფექტურობით მის წინააღმდეგ ფაროსანა ბრძოლას და უფრო მეტი ეფექტიანობით იქნება ეს საკითხი მიმდინარე წელს. და ამავდროულად მინდა დავამატო იმის რთველის მხარდაჭერას, რომელიც გასულ წელს ერთობლივად განახორციელდა 22 წელს იყო მსგავსი პრეცედენტი, როცა ჩვენს ესე ვთქვათ მევენახე ფერმერებს შეექმნათ
ყურძნის რეალიზების პრობლემა გასულ წელს მაგალითად 120 ტონა ყურძენი ჩხავილის ჯიშის ვსხოვეთ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავის კომპანიის ფარგლებში შეიძინა 4,9 მილიონის თანხით იქნა ჩვენი ქედის ფერმერები ფაქტურად ხარდაჭერილი ამ მიმართულებით. დავუმატოთ ხუთი. ეს გახდა ძირითადად ის პროგრამები, რის მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ რომ ხარი დაუჭიროთ, თუმცა აქ ყველა იმ საკითხზე ალბათ რთულია ესე მოკლე დროში მოგახსენოთ ინფორმაცია თუ რას და როგორ საქმიანობთ პოლიტიკის ნაწილში და ასევე განხორციელების ეტაპზე, თუმცა არჩება არც დონორთან ურთიერთობის ნაწილში უყურადღებოთ არც ეს საკითხი და არც სხვადასხვა მიმართულებით, რაც ფაქტურად არ იქნება მხარდაჭერილი სამინისტროს და აჭარის მთავრობის მხრიდან, ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობას, მადლობა უმაღლეს საბჭოს იმ პროგრამების მხარდაჭერისთვის და მადლობა რა თქმა უნდა იმ კოლექტივს სამინისტროს სახით და შესაბამისთან თანამშრომლებს, რომელიც ჩვენ საქვეუწყო სამინისტრო დაწესებულებებში არიან, ვინც მაქსიმალური, ესე ვთქვათ, მომდევნობით აკეთებს ამ საქმიანობას, ეწევა და ხარს უჭერს როგორც აგრარული, ასევე გარემოსდაცვით ღონისძიებებს. ფაქტიურად ის რაც ჩვენ შეგვიძლია მცირემიწიანობის პირობებში სურს რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული. რა თქმა უნდა არის რაღაც მიმართულება სადაც უფრო მეტად შეგვიძლია რომ იყოს წარმომდგარი და უფრო მეტის არის გასაკეთებელი, თუმცა არის მიმართულება სადაც მეტის გაკეთების საშუალება შეიძლება ამ ეტაპზე არ იყოს და უფრო სხვა მიმართულებით გადავერთოთ. თუმცა ჩვენ მზად ვართ ყველა გამოწვევას უპასუხოთ და გასული წელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, იმიტომ რომ მაქსიმალურად მოხდა ფერმერებზე მხარდაჭერა, მაქსიმალურად განვახორციელეთ თანხების სუბსიდირება და ძალიან ბევრი აგრომეწარმე მინდა წელსაც აპირებს, რომ აქტიურად იყოს წარმოდგენილი მხარდაჭერის ნაწილში და ასე რომ ჩვენ ამ პროგრამების მხარდაჭერაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობადობა იმდენად არის გაზრდილი, რომ მიმდინარე წელს თუ გასულ წელს საშუალო დღიური განცხადება მაქსიმალური იყო 200 კაცი, მიმდინარე წელს ბოლო კვირეებში მიუხედავად თოვლიანობისა 900, 800 და 950 კაცი ის ყოველდღიური მომართვა იყო შესაბამისად განაცხადები არის მაქსიმალურად შემოსული და მიმდინარე წელსაც აქტიურად გავაგრძელოთ პროცესს და ვიქნებით ყველა იმ პროცესში ჩართული, რასაც აგრარული მიმართულება და გარემოსდაცვითი ღონისძიებები ჰქვია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებას გესურვებთ და მზად ვარ შეკითხვების პასუხის გასაცემად. მადლობა. პროცედურულად ფაქტიურად იმ კითხვებზე ხდება პასუხის გაცემა, რომელიც წინასწარ იგზავნება, თუმცა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია, რომ აქ დაისვას ახალი კითხვებიც, ვინაიდან თქვენი თანხმობა პრაქტიკულად არსებობს. სურვილები ხომ არ გვაქვს სიტყვის, ბატონი ფრიდონი, ბატონი ცოტნე, ბატონი რამაზი, ბატონი მამუკა ამ თანამდებობებით ვიმუშაობთ. ბატონი ლაშა. დავიწყოთ ბატონი ფრიდონით. ჩაურთოთ. მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ბატონო ზაზა. სიღრმისეულად წარმოდგენილი ინფორმაციისთვის, გაწეული საქმიანობისთვის. შეკითხვის სამი შეკითხვა მექნება. პირველი შეკითხვა ეხება სამეურნეო ეზოების შექმნას, რომელზეც ფაქტურად ეს ყველა ვიცით, რომ ორი მომდევნო წლიდან შედის უკვე ეს ამოქმედება, ეს სამეურნეო ეზოების და რაც მეც ვფიქრობ და ძალიან ბევრი ექსპერტიც და თქვენც ახსენეთ, რომ ძალიან მოაწესრიგებს ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ხეთქის მოხმარების კუთხით არსებულ სიტუაციას, ძალიან კარგი იქნება. უბრალოდ მე მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ და განმარტოთ, ვინაიდან მოსახლეობაშიც ისმება ეს შეკითხვები. ანუ ხეთქის, მერქნული საშუალებების მოხმარების მიზნით ხომ არ გაუძვირდებათ მოქალაქეებს მომსახურება, არსებული რაც უჩნდება კონკრეტულ ერთ მაცხოვრებელს მომარაგება, იმ სიტუაციაში ხო არ იქნება გაძვირება, ხო არ გაუძვირდებათ მოქალაქეებს და ჩვენ მცხოვრებებს. ესე რომ დავაზუსტოთ უბრალოდ. მეორე შეკითხვა ისევ ტყის ნაწილში მექნება გზების შეყვანაზე შეგეკითხებით. სულ ხდება ეს პრობლემა დროულად გზების შეყვანის ნაწილი. ანუ ხომ არ ფიქრობთ თქვენ რომ გვიანდება ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ ლოკაციებზე გზების შეყვანა, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ გზების შეყვანის დაწყება რა თქმა უნდა, თუ ეს გადმოწევა არის შესაძლებელი, ძალიან კარგი იქნება თუ ცოტა უფრო დროულად დავიწყებთ, იმიტომ რომ იცით თქვენ ზამთრის პირობებში როგორ მდგომარეობა არის და მესამე შეკითხვა მექნება აგრონომების მიმართულებით. ხომ არ ფიქრობთ და ხო არა გაქვთ მოსაზრება ან ხედვა იგივე დავასრულებინათ. იგივე მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის ნაწილშიც, სოფლებშიც არის, ზოგადად ამ მიმართულებით როგორც გეოლოგიაში ახსენეთ, ამ სპეციალისტების
პრობლემა გვაქვს. ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს კოლეჯები, იცით თქვენ ეს ხო არ ფიქრობთ ან ხო არ შეიძლება რომ დავუშვათ ვინ თანამშრომლობთ ამ კოლეჯებთან რომ გადავამზადოთ აგრონომები და ამ აგრონომებს რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ მისია და ფუნქცია დავაკისროთ თემების მიხედვით თუ ყველა სოფელში ბუნებრივია ვერ შეძლოთ ამას, მაგრამ დავუშვათ ხეობების ან თემების მიხედვით რომელიც ადგილზე გაუწევს მოსახლეობას მომსახურებას. ბატონი ცოტნე, ბატონი რამაზი, ბატონი მამუკა. ჩაუერთოთ ბატონ ცოტნეს. მოგესალმებით, ბატონ ზაზა, მადლობა სანგარიშო პერიოდის მოხსენებისთვის, მივესალმებით თქვენს გამოცდილ გუნდს, კომპეტენტურს, განსაკუთრებით ბატონ ნადიმს, პოლიტიკური ტრანსფერის შედეგად უმაღლესი საბჭოდან გააძლიერა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ბატონ ზაზა, პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, ციტრუს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროს საქმიანობის ნაწილში და აგრეთვე 10,000-ობით ჩვენი რეგიონის მოქალაქე ფლობს. თქვენ ახსენეთ მოხსენებაში 20 თეთრიდან 40 თეთრამდე ზრდამ, როგორი პოზიტიური ზეგავლენა იქონია ფასების სტაბილიზაციის ნაწილში და ფიქრობთ თუ არა რომ უნდა გაგრძელდეს ეს ტენდენცია. მით უფრო თუ შევხედავთ ახლა პოლიტიკური თვალსაზრისით ეს სუბსიდირებული თანხა ხმარდება წარმოების გაძლიერებას და ასევე მიდის შრომელი ადამიანების ოჯახებში, რომლებიც აწარმოებენ ამ ციტრუსს. მეორე საკითხი არის ბოლო წლების განმავლობაში და თქვენ შეეხეთ მოხსენებაში გამოწვევა ეხება ფაროსანას და იცით რომ ამ კუთხით დამეთანხმება ბატონი მირიანი, როგორც გოგულეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ბატონი არჩილი, რომელიც ხშირად იყო ასეთ პროცესებში უშუალოდ ჩართული. იცით ეს ისეთი სფეროა, სადაც ფერმერების მოსაზრება საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ეს ეხება ფაროს წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ დილემებს, რომ გარკვეულწილად ფუტკარზე და არა მხოლოდ ფუტკარზე, კონკრეტულად ჩვენ მოსახლეობისგან მოგვისვენია ისეთი მრავალწლიანი კულტურები, როგორც არის ვაშლი, ალუბალი, ატამი და ფერმერების მოსაზრებებით, სწორედ ეს ბრძოლა გარკვეულწილად იწვევს ხმობას ამ კულტურული, ასე ვთქვათ, მრავალწლიანი კულტურული ხეხილის. და ასევე თხილის საკითხი ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, პრაქტიკულად ჩაის ადგილზე 80%. დავასრულებინოთ. ხო, ბატონ თავმჯდომარე. პრაქტიკულად უხეშად რო ვთქვა, დაახლოებით 80%-ზე არის თხილი. ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს ვაუჩერიზაციას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, თუმცა აქაც აი შხამქიმიკატებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის სხვადასხვაობა არის და სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ტიპის შხამქიმიკატებს იყენებს მოსახლეობა, რაც თავის კუთხით აჩენს გარკვეულ კითხვებს, ან შესაძლებელია რისკებს, რომ მომიჯნავე მაგალითად ბაღებში შესაძლებელია სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა შხამქიმიკატები შევიდეს, რამაც საერთო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა შეაფერხოს. მადლობა. მადლობა, ბატონ რამაჯინჭერაძეს ჩაუერთოთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა ბატონ ზაზა ესეთ დეტალური და ამოწურავი მოხსენებისთვის. მადლობა თქვენ გუნდს. ნამდვილად გაქვთ პროგრამები, რომელიც მორგებულია ჩვენი რეგიონის მოსახლეობაზე, რომელიც სარგებლობს ამეთი აწილის სარგებლობს ამ პროგრამებით ბათუმის შემოერთებული ტერიტორიებით, რა თქმა უნდა, ქობულეთი, ხელვაჩაური და ზემოაჭარა და ზემოაჭარის მიმართებაში არის პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს იმიგრაციას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს რეგიონს და ზემოაჭარას გააჩნია. ერთი შეკითხვა მაქვს, ბატონ ზაზა, თქვენ ახსენეთ გეოლოგიის დეპარტამენტი და გეოლოგიური დეპარტამენტი გეოლოგიურ კვლევებს, ვიზუალური დათვალიერებები ხდება და რამდენად შესაძლებელია სამომავლოდ, რომ მოხდეს საჭიროების შემთხვევაში დეტალური კვლევებისთვის ტექნიკის შეძენა და შეიძლება შეძენილი გაქვთ, მე არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამისთვის მე მგონი საჭიროებიდან გამომდინარე ეს მოთხოვნები არსებობს. დიდი მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ და წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლოდ. მადლობა ბატონი მამუკა თურმენძე, ბატონი ლაშაშენ. მოგეთ კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო მინისტრო ვრცელი წარდგენისთვის. როგორც ვიცით, ყველამ და თანხმდებით ამაში, მიმდინარე პერიოდისთვის და ამ ბოლო წლებში ძალიან დიდი დაფინანსება მოდის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე ჩვენი ფერმერების საკეთილდღეოდ და არა მარტო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, სხვადასხვა
მუნიციპალური პროგრამები არსებობს, რომლითაც ჩვენი ფერმერები სიკეთეს ნახულობენ. ბატონ მინისტრო, მე თქვენთან მექნება ერთი კითხვა, ამავდროულად შეიძლება თხოვნად ჩაითვალოს. იცით, მოგეხსენებათ როგორც ქედის დელეგატი, ქედაში მიწევს ხშირად სიარული და ფერმერებთან საუბრის დროს ისმება ესეთი კითხვა, ზოგადად ვიცი მე თქვენი პროგრამების შესახებ, თუმცა მინდა რომ მსმენელმა, ამ შემთხვევაში ჩვენ მაყურებელმა ქედელმა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ვენახი ყველაზე დიდად გავრცელებული არის ქედაში და მევენახეობის პროგრამით კონკრეტული მიმართულება შეიძლება ქვე პროგრამულად არ იყოს, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, როცა მოსავალს მიიღებს უკვე ფერმერი და ამ შემთხვევაში გასულ წელთან მიმართებაში მინდა გავამეხმელო ყურადღება, რაც თქვენ ბრძანეთ, დაეხმარეთ მათ ჩხავრის მიღებაში, მაგრამ კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილი არ გვაქვს, ვიცით რომ ვენახზე სუბსიდირების ნაწილი არ გვაქვს, მინდა მე ვენახე ფერმერებისთვის გასაგებად რომ იყოს, რა სიკეთეების მიღება შეუძლია სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, როგორც ვენახის მოყვანის ნაწილში, მისი დამუშავების ნაწილში და მოყვანის ნაწილში და ამის შემდეგ მის გასაღების ნაწილში რა სიკეთე შეიძლება მიიღოს ფერმერმა, მე ვენახე ფერმერმა ამ შემთხვევაში ჩათვალეთ ამ კითხვას, რომ ქედის ერთ-ერთი მოქალაქე, იმიტომ რომ ამ კითხვას ხშირად ვამენ და მინდა რომ ეს გითხრათ. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ბატონო მამუკა და ბატონი ლაშა მე მგონი აღარ არის მსურველი, თუ არის მანიშნეთ, მოითხოვეთ მიკროფონი. კარგი, ჩაუთოთ ბატონ ლაშას და დავასრულოთ პრინციპში კითხვები. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონ ზაზა და დიდი მადლობა სამინისტროს გუნდს. ნამდვილად სასიამოვნოა თქვენი გამოსვლა და მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენი ვრცელი ინფორმაცია ყველასთვის გასაგები არის და მართლაც კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. მე ერთ შეკითხვას დაგისვამთ ლაბორატორიასთან დაკავშირებით, თუ დაგვიკონკრეტებთ, როდის ხდება ზუსტად ის შეძენა, თანადგარი შეძენა, რომელიც უკვე ხვალისთვის აუცილებელი იქნება ჩვენი რეგიონისთვის. მადლობა, ამით თქვენი დასრულდა ბატონო ზაზა, პასუხებისთვის დრო ხო არ გინდათ მოსამზადებლად? კარგით, მაშინ დავიწყოთ თანმიმდევრობის მიხედვით პასუხები. ისმენთ. ჩაურთოთ ბატონ ზაზას. მადლობა მნიშვნელოვანი შეკითხვებისთვის. ბატონ ფრიდონის შეკითხვებიდან დავიწყებ პასუხის გაცემას. რაც შეეხება პირველი შეკითხვა გახლდათ სამეურნეო ეზოებთან დაკავშირებული. როგორც მე საუბრის დროს ვთქვი, მინდა დავაზუსტო ეს მიმართულება. დაახლოებით აჭარის მასშტაბით ეს რაც იქნება ორგანიზებული სამეურნეო ეზო, ვფიქრობთ რომ იყოს 12 და მათ შორის მუნიციპალიტეტების მიხედვით გეტყვი, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ერთი სამეურნეო ეზო, თითო ანუ ქობულეთში, ერთი ხელვაჩაურში, ქედასა და შუახევში 3 სამეურნეო ეზო და საერთო ჯამში ფაქტურად 12 სამეურნეო ეზო გექნება რა. ეს ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, ხულოში იქნება 4, იქიდან გამომდინარე ხეობების მიხედვით გვინდა რომ მოსახლეობას ფაქტურად არ მოუხდეს მაინდამაინც დაბაში გამოსვლა რომ მოიმარაგოს მერქნული რესურსი და ამიტომ ხეობის მიხედვით გვინდა რომ ყველა მიმართულებით გქონდეს სამეურნეო ეზო. გარდა სამეურნეო ეზოებისა ჩვენ გვექნება თითოეულ მუნიციპალიტეტში არანაკლებ 10 ტერიტორიული ეზო, რომელიც ითვალისწინებს ტყის გამოსასვლელთან ტერიტორიას, სატყეო ტერიტორიას, სადაც იქნება კონკრეტულად მოსახლეობისთვის პირდაპირ დანიშნულებით იმ კონკრეტულ სოფელში, იმ კონკრეტულ ხეობაში ვინ ცხოვრობს, რომ ეს მერქნული რესურსი იყოს დასაწყობებული. და ეს ფაქტურად ესე ორგანიზებული იქნება მხოლოდ 12 ერთეული, რომლის მიმართულებითაც დაახლოებით მიწის ნაკვეთები უკვე შერჩეულია, მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი, გადმოცემის პროცესი, რომ უკვე აჭარის საკუთრებად დარეგისტრდეს და შემდგომ გამოცხადდეს მის მოწყობის მიზნით, ესე ვთქვათ, შესაბამისი სახელმწიფოს შესყიდვა. და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ალბათ ამ მიწის ნაკვეთების პროცედურას მოურჩევით და დავიწყოთ შესაბამის პროცედურას, თუმცა ეს პარალელურ რეჟიმში არ შეუშლის ჩვენს მოსახლეობას ხელს, რომ მერქნული რესურსით მომარაგდეს. რაც შეეხება ტარიფებს. დღეს მდგომარეობით ალბათ ყველას მოგეხსენებათ, ვინ სოფლად ცხოვრობს, გააჩნია ვინ რომელ მუნიციპალიტეტში და რომელ სოფელში, ალბათ საშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგრეთ წოდებული ერთი სატვირთო, რომელიც ალბათ 7-დან 8 კუბომეტრ მერქნული რესურს მაქსიმუმ მოამარაგებს, დაახლოებით 1000-დან 1500 ლარამდე უჯდება, რაც დაახლოებით 1 კუბურ მეტრზე გათვლილი არანაკლებ 150 ლარი უჯდება, შესაძლოა ხშირ შემთხვევაში 200 ლარიც კი რომ მოიმარაგოს მერქნული რესურსი. რაც შეეხება ამ ნაწილში ჩვენ ტარიფებს ჩვენ არ დავადგენთ, ამას დაადგენს სახელმწიფო, ამას დაადგენს შესაბამისი სამხარაულოს ეროვნული ბიუროს გათვლებით, თუ რა იქნება 1 კუბური მეტრის ფასი და მიმდინარე ეტაპზე რაც კი არსებობს და დადგენა ეს გახლდათ თუ არ მეშლება 94 ლარი დაახლოებით, ანუ ეს გაცილებით ნაკლებია ვიდრე
ჯდება დღეს მომარაგება, თუმცა ესე თუ გაგრძელდა მოსახლეობის ჩართულობა და ფაქტურად ის ტექნიკის არსებობა, რაც დღეს არსებობს მუნიციპალიტეტში, ხვალდაზე ალბათ კერძო სექტორს უფრო გაურთულდება, რო არ წავეშველოთ და ახალი ეს ჩვენი ღონისძიებით არ შევიდეთ, ვინაიდან ძალიან ბევრი უკვე ანებებს ამ საქმიანობას თავს, ძალიან ბევრი ტოვებს სოფელს ის, ვინც ამ კონკრეტული საქმიანობით საქმიანობდა და ვისაც ტექნიკა ყავდა გამართული. ამიტომ თუ ჩვენ სხვა მიმართულებით არ დავეხმარებით, ალბათ უფრო მეტად გაუძურდება და გაურთულდებათ მერქნული რესურსის მომარაგება მოსახლეობას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს დამზადების პროცესი არანაირად არ გაუძვირებთ მათ და თან პარალელ რეჟიმში, როგორც ვიცით, მიმდინარეობს ცენტრალური გაზიფიცირება, მიმდინარეობს დაბების გაზიფიცირება და უკვე ქედის ჩათვლით მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირება და უახლოეს პერიოდში მოხდება შუახევის და ხულოს გაზიფიცირებაც, რა თქმა უნდა, ალტერნატივა ექნებათ იმისა, რომ ნაკლებად გამოიყენონ მერქნა, ესე ვთქვათ, გათბობის და იმის საშუალებად ხე და ამიტომ ვფიქრობთ, მერქნული რესურსის დაზოგვაც მოხდება და ფაქტიურად მოხდება ორგანიზებულად ეს ყველაფერი, ამიტომ ამ პროცესში ჩვენ ვიქნებით მზად და გავუმართავთ იმ პროცესზე, როგორც მოსახლეობას უფრო მეტი რო არ დაუჯდეს. რაც შეეხება გზების შეყვანას, გზების შეყვანა, როგორც იცით, ჩვენ ტექნიკურად ყველანაირად მზად ვართ, ტექნიკით, ესე ვთქვათ, მექანიზატორები ყველა არიან მობილიზებული, უკვე ხილვაჩაურში დაწყებული გვაქვს პროცესი, სადაც კი გვაძლევს ამიდის საშუალებას და თოვლი დნება, იქ უკვე პროცესი დაწყებულია. ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ ველოდებით ან აგვისტოს, ან ივლისს სამუშაოები დავიწყოთ. სამუშაოები როგორც კი ბუნება გვაძლევს საშუალებას ვიწყებთ, თუმცა ეს გახლავთ ტყეში გასაყვანი გზა, სადაც აფეთქებითი სამუშაოები საჭირო და სადაც არის კლდოვანი ქანების და ანუ ფიზიკურად ეს არ გახლავთ მარტივი ტიპის სამუშაოები და ეს მოითხოვს დროს. და ჩვენ ფაქტურად გასულ წელსაც შევიძინეთ ესე ვთქვათ, მოხლუხა ექსკავატორები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი წარმადობით და უფრო სწრაფად გავიყვანოთ გზები. გასულ წელს უკვე ჩვენ გაცილებით ადრე გვქონდა მზად გაყვანილი, ვიდრე დავუშვათ წინა წლებში, თუმცა ვფიქრობთ, რომ წელს უფრო სწრაფად გავიყვანოთ გზები და წლიდან წლამდე ეს თემა უფრო მაქსიმალურად დავუხვეწოთ, იმიტომ რომ ტექნიკა არის შეძენილი და ფაქტიურად როგორც კი საჭიროება იქნება ამისა, მაქსიმალურად და საშუალება მოგცემს ამინდი დავიწყოთ ეს სამუშაოები. ახლა ხელვაჩაურში რომ მალე დავასრულოთ, უკვე გადავდივართ ზედა მუნიციპალიტეტებში, ზედა მუნიციპალიტეტებში სასამართლო ტექნიკა უკვე ბაზირებულია და როგორც კი საშუალება იქნება, დაიწყება სამუშაოები და ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ არ შეიქნება მიმდინარე წელს პრობლემა. თავარი ერთია მოსახლეს ხშირ შემთხვევაში მაშინ გვახსენდება და ჩვენ თუნდაც ვცხოვრობდით სოფელში, ესეა რომ შემოდგომამდე არავინ არ ვფიქრობთ შეშის მომარაგებაზე, პირდაპირ გაგებით, როცა ოქტომბერი დგება, ჩვენ მაცხოვრებელს მაშინ უნდა მომარაგება, რო დაიჭიროს თადარიგი და ივლისიდან დაწყებული მოიმარაგოს, ფაქტურად პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ ხშირად არის რომ უკვე გვიან შემოდგომაზე წვიმიანი ამიდები ერთვებაში ხშირად თოვლია და ამიტომ ხშირად მე იქნება პრობლემები, თუმცა ყველაფერი არ გადაჭრადი და მარტივად ვფიქრობ, რომ მარტივად მოგვარდება აღნიშნული საკითხი. რაც შეეხება აგრომიმართულებით სპეციალისტების გადამზადებას და მხარდაჭერას სოფლად იმ ესე ვთქვათ პროფესიული სასწავლებლებით, რაც იქ ესე ვთქვათ ფილიალების მეშვეობით ყველა მუნიციპალიტეტში ხდება. მაგ მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტების მიმართულება მაინც უფრო არის ტურიზმზე, მაინც უფრო არის სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებაზე და ეს მიმართულებებია ძირითადად, თუმცა ქედის მუნიციპალიტეტში მეღვინეობა, მევენახეობის ნაწილის კურსი არსებობს და ამ კუთხით რა თქმა უნდა არის მხარდაჭერილი ეს პროფესიული სასწავლებლები. და ჩვენი თანამშრომლებიც კი არიან ამ სწავლების პროცესში ჩართული. გარდა ამისა, ჩვენ ის ექსტენსიონისტები, ვინც აკყავს, ესე ვთქვათ, აყვანილი ხელშეკრულებით და სპეციალისტები, ვინც არიან ჩართული, ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც ვისაუბრე, მაქსიმალურად არიან ჩართული, რომ გადაამზადონ, აუხსნან და ის ინფორმაცია მეაწოდონ, რაც არის საჭირო. თუმცა ის, რომ გაფართოვდეს უნდა აგრარული სწავლება და განმოსდაცვითი მიმართულება, როგორც საუნივერსიტეტო ნაწილში, მაღალ საფეხურზე, ასევე საშუალო საფეხურზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიმართულები ჩვენ 2023 წელსში ჩვენ გავხსენთ ექსტენსიის ცენტრი, აგრარული ექსტენსიის ცენტრი უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც ხელს უწყობს ზუსტად ახალგაზრდა თაობის გადამზადებას და მომზადებას და ახალი ცოდნის გაზიარებას, რაც მათთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი და დღეს ეს ექსტენსიის ცენტრი უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს, აქვს თავიანთი სასათურე მეურნეობაც და თავიანთი მოსავალსაც ღებულობენ. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მომავალშიც მხარდაჭერილი და ალბათ აუცილებელიც კი, იმიტომ რომ მომავალი თაობა თუ უფრო მეტად არ დავაინტერესეთ, არ აუხსენთ, არ ვასწავლეთ, ალბათ რთული იქნება შემდგომ აღნიშნული საქმიანობის წარმართვა. რაც შეეხება ბატონი ცოტნეს კითხვას ციტრუსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ მოსახლეობამ პირდაპირ დანიშნულებით უფრო მეტი თანხა მიიღო, ესე ვთქვათ, სუბსიდიის სახით და გასულ წელს უკვე მეორე საწარმოც შევიდა ექსპლუატაციაში და ფაქტობრივად ორმა საწარმომ კონკრეტულ გარემოში უფრო მეტად ეფექტურად წარმართა ეს პროცესი.
და ის 40 თეთრი შეიძლება ერთი გაგებით დიდი არ არის, თუმცა ეს თანხები არის ის თანხები, რომელიც აძლევს ჩვენს ფერმერებს იმის საშუალებას, რომ ფაქტიურად ბაღს მოუაროს, მინიმალური ეს ხარჯი ექნება და თან დაეხმაროს თუნდაც იმ სტანდარტული მიღებული შემოსავლიდან, სტანდარტული ციტრუსიდან ასაძღებულოს, რომ საერთო ჯამში ადამიანმა საკუთარი შემოსავალი გარკვეულწილად ამ კულტურით მიიღოს, რაც არის ერთის მხრივ ალბათ აუცილებელი, რაც თა შემდგომში ბაღების ესე ვთქვათ გაჩეხოს არ ქონდეს ადგილი და მიტოვებას. ეს რა თქმა უნდა თუ გავზდით რაღაცა კუთხით შეიძლება 50 თეთრამდე ეს არის მისასალმებელი და ალბათ ამაზე საფიქრი და საჭიროება თუ იქნება ამისა აუცილებლად როგორც გასულ წლებში ვიფიქრეთ ესეც იქნება, თუმცა არსებობს რაღაცა ზღვრები გასათვლილი და შესასწავლია, რომელიც ამან არ უნდა შევიდეს სტანდარტულ ციტრუსთან კონკურენციაში, იმიტომ რომ ეს არსებობს კერძო სექტორი, არსებობს კერძო მოთხოვნა და უკვე ჩვენ არ შეიძლება სახელმწიფო კონკურენციაში ჩვენი ტარიფებით და სახელმწიფო სუბსიდიით შევიდეთ კერძო სექტორთან კონკურენციაში, თუმცა ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის ცვლილების დროს იქნეს წარმოდგენილი ამას რა თქმა უნდა შესწავლა ეს საჭიროება, თუმცა ის რაც არის 40 თეთრი ამახელე შეუწყო ერთი მხრივ, რომ მოსახლეობაში აღარ ხდება როგორც წინა წლებში ხდებოდა დახალისხება მოსახლეობის ხარჯზე. ეხლა ვინც კი მიდის შემსყიდველი ფერმერთან ეუბნება რომ დიდი პატარა ერთად მიმაქვს. აი გასულ წელს იყო პრაქტიკა რომ ლარში მიქონდა გადახალისხებული შეიძლება ლაროსში და პროცესი ისე წარმართა რომ გლეხს აღარ უხდება გარდა დაკრეფის სამუშაოებისა, დამატებით სამუშაოების გაწევა და ხარისხებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თლად დიდი ან პატარა ანა ესე ვთქვათ გააქვს აგრომეწარმე იქნება თუ გადამყიდველი ან ადგილზე ახარისხებს და არასტანდარტულ სტოვებს შემდგომ საწარმოში ან ყველაფერი ერთად გააქვს ქვეყნიდან, ამიტომ ამახილი შეუწყო საერთო ჯამში იმას, რომ ფერმერთან აღარ რჩება არასტანდარტული მანდარინი და ამ ნაწილში უკვე მას აღარ უხდება რაიმე დანახარჯების გაწევა და შრომის შადება, ეს ამიტომ ძალიან წაახალისა ეს პროცესი და ფაქტურად არ რჩება ამ ნაწილით ესე ვთქვათ გაუყიდავი როგორც სტანდარტული ასევე არასტანდარტული ციტრუსი ფერმერთან. ვინც კი დააკრებს და თავის შრომას შადებს, ფაქტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციტრუსი აი ბოლო წლების განმავლობაში ერთადერთი შეფერხება გახდა 2023 წლის ბოლოს დეკემბერში, თუმცა იანვრის თვეში 24 წლის იანვრის თვეში 8000 ტონა გავიდა ექსპორტზე და არც იქ იმ ნაწილში არ დაგვრჩენია გაუყიდავი ციტრუსი, ასე რომ ფიქრობთ თუ რაიმე ტიპის ან ლოჯისტიკური ან სხვა სახის პრობლემები არ იქნება, ამ ნაწილში არ შეგვექნება პრობლემა. რაც შეეხება ფაროსანას და ფაროსანას ზეგავლენას ფუტკარზე და სხვადასხვა ხეხილოვან კულტურაზე. რა თქმა უნდა, უარყოფითი ზეგავლენა გააჩნია ფაროსანას და ამიტომ თანხმდებით და ამიტომ არის რომ როგორც წამლობდი ღონისძიება მაგიტო ტარდება, თუმცა ვერწმუნეთ რომ თუ მოსახლეობა არ იქნება აქტიურად ჩართული, ალბათ მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან იმ წამლობდი ღონისძიების ჩატარებას არ ექნება ეფექტი. იმიტომ რომ ეხლა წელს ჰქონდა შეხვედრა და ფაქტურად გამოვლინდა ესეთი თავარი გამოწვევა, რაც კი არის და რაც კი იწვევს, გახლავთ ესეთი რომ ჩვენ ტყის შემოგარენს ვწამლავთ, წავლავთ სიმინდის ბაღებს, წამლავთ ესე ვთქვათ გზების მიმდებარე ტერიტორიებს, თერმული ნისლის დამუშავებას ვაკეთებთ, მე ცივი შესხურებით წამლავთ კონკრეტულ განთავსებულ ფერომენებს, სადაც გვაქვს და თავმოყრა, სადაც ხდება ფაროსანების, თუმცა ჩვენ ვერ წამლავთ და ვერ შევდივართ კერძო სახლებში. კერძო სახლებში უნდა უზრუნველყოს წამლობდი ღონისძიებებს და დანარჩენი სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება კერძო მოსახლეებთან და მით უმეტეს ისეთ სახლებშია ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც არის მიტოვებული და რომელშიც უკვე იზამთრებს ფაროსანა. ამიტომ მიტოებულ სახლებთან დაკავშირებით ჩვენ მუნიციპალიტეტთან უკვე ხონდა კომუნიკაცია და გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, რათა ფაროსანას შესაბამისი ჯგუფი და სამინისტრო გეგმავს გარკვეული ტიპის ღონისძიების ჩატარება, სადაც უფრო მეტი ეფექტურობით მოხდება ეს პროცესი. ფაროსანა ფაქტურად თავისით სადმე არ წავა, თუ ჩვენ მაქსიმალური წამლობდი ღონისძიებით და თუნდაც ბუნებრივი წერით, რომელიც არის მისთვის მტერი, ის უნდა ჩავასახლოთ და მაქსიმალურად ამ კუთხით მიმდინარეობს ახლა კვლევითი სამუშაოები და ფაქტურად ალბათ თვე-ნახევარში უკვე მზად იქნება კვლევითი ცენტრის შესაბამისი სოფლის მეურნეობის, რომ ითქვას თუ რომელი და როდის შეიძლება ბუნებრივი ესე ვთქვათ მტერის გაშვება და სად შეიძლება, იმიტომ რომ იქ სადაც გაუშვებთ, იქ აღარ უნდა მოხდეს წამლობდი ღონისძიების ჩატარება. და ამიტომ ფაქტიურად აუცილებელია რომ არანაკლებ იმ ფაზებში, როდესაც გამრავლება ხდება ფაროსანას და იქ როდესაც უნდა მიუსროთ, ყველა იმ პროცესში ვიყოთ აქტიურად წარმოდგენილი და არ მინდა ისიც დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ ვართ საზღვრისპირა მხარე, რეგიონი, რომელიც არის თურქეთთან ძალიან ახლოს კავშირში ტყეების მეშვეობით და ჩვენ ფაქტიურად ერთად უნდა ვებრძოლოთ, თუმცა თურქეთი არ იყენებს ასეთი ტიპის თერმულ დამუშავებას და ამ ტიპის წამლობდი ღონისძიებას და ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიგრირებს ფაქტიურად თურქეთის მხრიდან ფაროსანა. ამიტომ ადრე თუ არ ხდებოდა შუა ხევსურეთში და არ საჭიროებდა წამლობდი ღონისძიების ჩატარებას, გასულ წელს ჩვენ იძულებული გავხდით, რომ მაქსიმალური წამლობდი ღონისძიება გაგვეტარებოდა და წელსაც იგეგმება, რომ მაღალმთიანეთში ჩვეულებრივად ჩატარდეს და ალბათ სანამ არ იქნება მაქსიმალური შედეგი, ესე უნდა გაგრძელდეს ყველა მუნიციპალიტეტში ეს წამლობდი ღონისძიება ფაროსანასთან მიმართებაში და წელს ფაქტიურად ტექნიკის განახლებაც ხდება სახელმწიფო დონეზე და
და ტექნიკის დამატებას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამატებით ტექნიკით და დამატებით მობილიზებით უნდა ვებრძოლოთ ამ მიმართულებით. და ფაქტია, რომ როგორც თხილს, ციტრუსს ყველა მიმართულებით აზიანებს მოსავალს. რაც შეეხება თხილს და შხამი ქიმიკატების ცნობადობის გაზრდას, ზოგადად როგორც მოგეხსენებათ, ის თხილის უბრალოდ ის პროგრამა, რასაც სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შხამ ქიმიკატების და შესაბამისი პესტიციდების შეძენის ფარგლებში უნდა მოხდეს იმქულების ათვისება და აღნიშნული ფერმერები, ვინც ამ მიმართულებით საქმიანობენ და ვისაც თხილი აქვს გაშენილი და მეთხილეობას ეწევა, აუცილებელია გაიაროს კონსულტაცია შეძენის დროს. იმიტომ რომ არის პრეპარატი, რომელიც ფაქტიურად სხვადასხვა ფაზაში, სხვადასხვა ესე ვთქვათ დოზით უნდა მიეცეს, სხვადასხვა ფაზაში სხვადასხვა პრეპარატი უნდა მიეცეს და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ჩვენი ექსტენსიონისტები უხსნიან მეთხილე ფერმერებს, რომ როდის რა წამლებითი ღონისძიება ჩაატარონ და არანაკლებ 3-4 ამიდან გამომდინარე წამლებითი ღონისძიება ჩაატარონ, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ჩვენი ფერმერები არ ატარებენ იმდენი რაოდენობით წამლებითი ღონისძიებას, რამდენიც რეალურად ესაჭიროება და შემდგომ ხდება უკვე თხილის დაავადებები, სოკოვანი და სხვადასხვა მიმართულების ბაქტერიოლოგიური დაავადებები, რაც იწვევს ფაქტიურად მერე უარყოფით შედეგებს. ამიტომ აუცილებელია, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენი მხრივ რომ აუხსნათ რა როგორ, ამავდროულად თვითონაც იყვნენ დაინტერესებული, რომ უფრო მეტად ჩაატარონ წამლებითი ღონისძიებები, რათა მეტი ხარისხიანი თხილი მიიღონ, იმიტომ რომ როგორც იცით, ხარისხიანი თხილი თითქმის ორჯერ მეტი ფასი ღირს, ვიდრე მოუვლელი ბაღებისგან მიღებული თხილი და ამიტომ ვისაც ბაღი გააჩნია, ალბათ წუნდება იმაში, რომ მეტად მოუაროს თხილს, იმიტომ რომ საკმაოდ პირველი ფაქტიურად ქვეყნიდან პირველი ექსპორტირების, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი წილი თხილზე მოდის და მათ შორის არის ჩვენ რეგიონში წარმოდგენილი აღნიშნული კულტურა მნიშვნელოვნად. არა მარტო ქედა, ხელვაჩაური, გასაკუთრებულად ქობულეთში არის გამოწვევები თხილის ნაწილში დაავადებები სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც ჩვენც და კვლევითი დაწესებულება საქართველოში მუშაობს, თუ რა იწვევს ამას და ამ ყველაფერს, თუმცა მაინც მაქსიმალურად არის წამლებითი ღონისძიება ჩასატარებელი, იმიტომ რომ ერთ დროს ჩვენმა ფერმერებმა ალბათ უნდა გავითავისოთ, რომ ერთ დროს თუ ხეხილოვანი კულტურაც, თხილი, ციტრუსიც შეიძლება შეწამლითი ღონისძიების გარეშეც მივიღებდით ნაყოფს, აი გლობალური კლიმატის ცვლილებების და გლობალური დათბობის შედეგად უნდა დავწუნდეთ, რომ თუ არ მოუვლით, მოსავალი არ ექნება ხარისხიანი, ეს უკვე ესე ფაქტი ეგეთია. რაც შეეხება ბატონ რამაზ თქვენს შეკითხვას, ბატონ რამაზის შეკითხვას გეოლოგიასთან დაკავშირებით და სიღრმისეულ გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, როგორც მოგახსენეთ, გასულ წელს 4600 კვლევაზე მეტი იქნა ვიზუალური დათვალიერების კვლევა და შესაბამის დასკვნა იქნა მომზადებული, თუმცა რაც შეეხება სიღრმისეულ კვლევას, ამის კომპეტენციის ნაწილი და ამის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილი, რაც ანუ ჩვენ ტექნიკა შევძინოთ, ალბათ უფრო ნაკლები იქნება და ეს წარმოადგენს უკვე კერძო სექტორის საქმიანობას. რადგან ფაქტურად ჩვენ იმ რესურსით, რაც კი გვაქვს, რომ სიღრმისეულ კვლევის ნაწილში შევიდეთ, ერთის მხრივ მოსახლეობის სანდოობის დონე მაინც იქნება დაბალი, იმიტომ რომ ჩვენ თუ სადმე საინტერესო იქნება და აუცილებელი იქნება სიღრმისეულის კვლევა, აუცილებელია ცალსახად კერძო სექტორისაც კი არა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნა ხდება ხშირად და ქონდა პრაქტიკაში ხულოს მუნიციპალიტეტში და სხვადასხვა, სადაც სიღრმისეული კვლევა მხოლოდ სამხარაულის მიერ იქნა ჩატარებული. ასე რომ ამის კომპეტენცია ამ ეტაპზე ჩვენს სამართლოს ნაკლებად აქვს, რომ ჩვენ სიღრმისეულის კვლევები გავაკეთოთ. ამიტომ ჩვენ შემოვიფარგლებით ვიზუალური დათვალიერების კვლევებით, სადაც თუ რაიმე ტიპის და ვერ წუნდებით და დამატებითი კვლევები არის საჭიროებს, რა თქმა უნდა ჩვენ დასკვნაში მიუთითებთ, რომ აქ საჭიროებს უკვე სიღრმისეულ კვლევას და ამის შედეგად უკვე ერთვება მუნიციპალიტეტის ჩართულობით, მოსახლე თვითონ არ აკეთებს, მუნიციპალიტეტი ქირაობს და მუნიციპალიტეტი კონკრეტულ სოფლებზე და ქონდა ეს პრაქტიკა უკვე აკეთებს უკვე სამხარაული. კი, ეს ბატონ რამაზ ამ ეტაპზეც არ უხდება. კი, ამ შემთხვევაში საერთოდ ბატონი ვახტანგი გახდათ ალბათ მე თუ არ მეშლება, როცა სიღრმისეული კვლევა უკვე მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გაკეთდა სამხარაულში და ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ გქონდა მსჯელობა და ფაქტიურად რაც არ უნდა ეხლა თუ მოსახლე ვიზუალური დათვალიერებით არ კმაყოფილდება და ამ მიმართულებით ვინც კი სადაც გამოვლინდება ბატონ რამაზ რომ საჭიროებს სიღრმისეული კვლევა, ფაქტობრივად მუნიციპალიტეტი ღებულობს საკუთარ თავზე და აქ აკეთებს მუნიციპალიტეტი. მადლობა. რაც შეეხება ბატონ მამუკა თქვენ შეკითხვას მე ვენახე ფერმერებთან დაკავშირებით თუ რითი ვეხმარებით და როგორ გავაკეთეთ. მე დასაწყისში ვთქვით რომ ნამდვილად ესე ვთქვათ
როგორც არასანატურ ნაწილში ძალიან ბევრი ეწინააღმდეგება ამ ნაწილს, რომ ვისაც კარგი მოსავალი მოყავს, ნამდვილად წინააღმდეგია არასანატური ხარდაჭერაზე, ასევე სუბსიდირების ნაწილზე ვიცით, რომ მთელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში ხდება ვენახის და ყურძნის სუბსიდირება, თუმცა ძალიან ბევრი ვენახე წინააღმდეგი ამისაც, ვისაც თავიანთ შრომის ჩადება სურს და ნაკლებად არის ესე ვთქვათ, იმიტომ რომ რაც უფრო სუბსიდირება ხდება, უკვე იქ არის მოცულობაზე საუბარი, იქ არის მეტ კილოგრამზე საუბარი და არა ხარისხს. ანუ რაც უფრო სუბსიდირება კეთდება, იქ ხარისხი კლებულობს. აი ამაზე საუბარი და ამიტომ ძალიან ბევრი მე ვენახეთ ეწინააღმდეგება პირდაპირ ვისაც კი, ვინც კი ხარისხიანი ყურძნის მომყვანი, ეს ეწინააღმდეგება სუბსიდირებას, იმიტომ რომ სუბსიდირება უკვე აფუჭებს ხარისხს. ამაზე ვთანხმდებით და ახლა თემა არის ეგეთი, რომ ჩვენ შეიძლება სუბსიდირებით პირდაპირ დაფინანსებით ვერ ვეხმარებით, თუმცა ვეხმარებით ჩვენი პროგრამით და მე შეგვიძლია ახლა დეტალებში ვისაუბრო რას რო. ახლა ცუდი ვეთქი ვერ ვიტყვი, როცა 2024 წელს დაგვჭირდა 120 ტონა ჩხავერის ჯიშის ყურძენი ჩაიბარა სახელმწიფო კომპანიამ. ეს გამომდინარე იქიდან მოხდა, რომ როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს იყო სარეკორდო მაჩვენებელი აღმოსავლეთ საქართველოში და მთლიანად საქართველოში ყურძნის მოსავლით, რამაც გამოიწვია, რომ მთელი ის საწარმოები გადაივსო ფაქტობრივად კახური ყურძნებით, ჩვენ ბათუმის პირობებში და აჭარის პირობებში ძალიან ბევრმა მოიმარაგა საერთო ჯამში ვინც იყო და ვინც არის ჩხავერის და ქედის ყურძნის მომხმარებელი მოიმარაგა აღმოსავლეთის ყურძნები, რამაც საერთო ჯამში ხელმისაწვდომი იყო შედარებით ფასიდან გამომდინარეც, იმიტომ რომ დაახლოებით ლარათში შეეძინა ესე ვთქვათ ხაწითილის ყურძენი და ლარნახევარში კიდე საფერავი ყურძენი, რომელიც ტრანსპორტირების ჩათვლით არ დავждებდა 2 ლარი. რაც შეეხება ჩვენი ყურძნის საფასოს ეგრეც გახლავთ, რომ ცოლიკაური 3 და 4 ლარში გაიყიდა ქედაში და ასევე ჩხავერი 4 და 5 ლარში. ამიტომ ფასებისგან გამომდინარე ძალიან ბევრმა უპირატესობა მიანიჭა, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთის უფრო ბიუჯეტურ ესე ვთქვათ ღვინოებს და ყურძენს და ამიტომ აქედან გამომდინარე საჭიროება დადგა ამ კონკრეტული ჩხავერის ჯიშის შეძენის და ვფიქრობთ, რომ ყოველწლიურად ეს საჭიროება არ იქნება და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი მაინც დაინტერესდება ჩხავერის ჯიშის ყურძნით და შეიძენს და არ დარჩება ამის შეძენის საჭიროება. თუმცა ჩვენ პარარეჟიმში გარდა სუბსიდირებისა, ესე ვთქვათ, პირდაპირ სუბსიდირებისა კილოგრამ ყურძენში ჩვენ ალტერნატიული ნაწილი შევთავაზეთ, რაც ბოლო წლებში არ იყო და მეორე წელია უკვე ვაკეთებთ. გასულ წელს იყო, რომ 5000 ლარიანს ზღვარი დავაწესეთ და 5000 ლარში მე ესე ვთქვათ, მე ვენახე ფერმერს, რაც კი ესაჭიროება და ახალი ბაღების გაშენებაში 20000 ლარზეა ზღვარი, ესაჭიროება ჩვენ ვეხმარებით. ეხლა ბაღების გაშენების კომპონენტში არის დაუშვათ ვენახის ესე ვთქვათ, ნერგის შეძენა შეუძლია, გაწყლოვანების სისტემა, შესაბამისი ბოძების შეძენა და რაც კი ესაჭიროება ამ პროცესს ჩვენ ვუფინანსებთ ამ ნაწილს და ახალი ბაღი შეუძლია გააშენოს. ვისაც არსებული ბაღი აქვს და უკვე მოსავალს ღებულობს, შეუძლია ესე ვთქვათ ღვინის დამზადებისთვის საჭირო ესე ვთქვათ უჟანგი ფოლადისგან დამზადებული კასრები შეიძინოს, შეიძინოს საწნახელი, შეუძლია ჩამოსასხმელი, ყველა მიმართულები შეუძლია გამოიყენოს და ეს ამ პროგრამით ისარგებლოს, ოღონდ ზღვარი გვაქვს ამ ეტაპზე დაწესებული მაქსიმუმ 5000 ლარი, რა თქმა უნდა, თავისი ვენახიდან გამომდინარე, რაც რომ შეუძლია მან მიიღოს ესე ვთქვათ მოსავალი. და ყოველწლიურად რომ 5000 ლარი მიიღოს ოჯახმა, მერწმუნეთ ეს არ არის ცოტა, თან ჩვენ არ ვზღუდავთ რომ მაგალითად წელს რომ მიიღო, მომავალში არ მიიღოს, ოღონდ იმ მოცულობით და სხვადასხვა ახლა თუ წელს საწნახელი შეიძინა, მომავალშიც რა თქმა უნდა საწნახელს ვეღარ დავუფინანსებთ, რომ ერთი საწნახელი მრავალწლიანი ექსპლუატაციისაა. ანუ ამ პირობით ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად ხარ დაუჭიროთ ყველა ფერმერს და მაქსიმალურად გასულ წელსაც ისარგებლოს, წელსაც ძალიან ბევრი განაცხადებია შემოსული და ჩვენ ფაქტობრივად ირიბი მიმართულებით შეგვიძლია დაუსუბსიდიროთ მათი მოთხოვნები, რაც გარკვეულწილად აისახება მათ კეთილდღეობაში. ფაქტობრივად რეგისტრირებული უნდა იყოს, ან უნდა იყოს რეგისტრირებული საერთო ჯამში ჩვენ ალბათ მომავალში გადავალთ იმაზე, რომ უნდა იყოს საქართველოს ვენახის კადასტრი დამზადდა, როგორც თხილის ნაწილში, ასევე ვენახის და აუცილებლად უნდა იყოს იმ კადასტრში რეგისტრირებული. თუმცა წელს ჩვენ მივანჭეთ უპირატესობა რეგისტრირებულს და ფაქტობრივად სისტემური რეგისტრაციაც წელს უნდა დასრულდეს და ალბათ მომავალში უკვე ყველას რეგისტრირებული უნდა ქონდეს, თუ ვინმეს არ აქვს და ამიტომ აღნიშნული მაინდამაინც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს უკვე რეგისტრაციისა, იმიტომ რომ წელს თუ უკვე განაცხადები ვერ შემოიტანა, მომავალში წესით სისტემური რეგისტრაცია უნდა იყოს დასრულებული და ყველას უნდა ქონდეს ვენახიც რეგისტრირებული და ჩვენ კიდევ ერთხელ შევისწავლეთ იმას, რომ თუ ეს 5000 ლარი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მან ეს ტექნიკური შენაძენი გაიკეთოს, შეიძლება ეს ზღვრებით შევცვალოთ მომავალში, თუმცა ბაღების კომპონენტი 20000 ლარამდე არის ახალი ბაღების გაშენების ნაწილში და ამიტომ მაქსიმალურად უდგევართ გვერდით მაგ ნაწილში რა. მთავარი ერთია, რომ ჩვენს მევენახეებს ვთხოვეთ და როგორც სხვაგან ხდება ხშირად ხოლმე, სადაც სუბსიდირების ნაწილია, იქ უკვე ხდება ესეთი რაღაცა, რომ
გაწყლოვანების სისტემა და მეტ მოცულობაზე, ანუ მეტ ეხლა აგრარული მმართველობთ თქვა, მეტ დატვირთვა თვალსაჩინო, ერთ წელს თუ შეუძლია 5 კილოგრამი მოისხას, აძლევენ საშუალებას რომ მოისხას 20 კილოგრამი, რა თქმა უნდა, ის უკვე ხარისხიანი აღარ არის, იმას არ აქვს შაქრიანობა და ამიტომ ჯობია ვაწარმოოთ 5 კილოგრამი და ხარისხიანი და გაყიდვის პრობლემა არ ქონდეს, ვიდრე ვაწარმოოთ 20 და შეგვექმნას გაყიდვის პრობლემა. დიახ, ბატონო დავით. მადლობა ბატონო დავით, გეტყვით რა დახმარებას უწევთ, ჩვენ ახლა ვერ წავახალისებთ ბაღების გაჩეხვას და ეს შემდეგ, თუმცა გეტყვით თუ მიწის ნაკვეთი გააჩნია ადამიანს, რომელიც არის რეგისტრირებული თავისუფალ მდგომარეობაში და შეუძლია გაშენება და სურს გაშენება, ჩვენ დავეხმარებით ნერგის შეძენით, დავეხმარებით გაწყლოვანების სისტემა თუ ესაჭიროება ამითი და ამავდროულად მურჩი ფირი თუ რა სჭირდება, იმას თუ მოცვსაშენებს, სხვა რამე სჭირდება, თუ ვენახის გაშენების ნაწილია, ბოძებით დავეხმარებით, ნერგით დავეხმარებით, გაწყლოვანების სისტემით დავეხმარებით და ერთ შაბათობაზე წავყვებით და დავარგვევინებთ, რა ვიცი, სხვა. სიამოვნებით, კი. კი, გამოუშვით ოღონდ წელს შეიძლება ვეღარ დავეხმართ, იმიტომ განაცხადები მიღებულია, თუმცა ჩვენ ვიქნებით თადარიგში, რომ აუხსნით რა როგორ უნდა გააკეთოს, მოამზადოს და ჩვენ დაუგვიანებია მაშინ ცოტათი. გამოუშვით რომ ყველაფერი ვაცოდინოთ და მე არ დაიგვიანოს მაშინ. რაც შეეხება ბოლოს შეკითხვას ბატონი ლაშას ლაბორატორიასთან დაკავშირებით, ბატონი ლაშა გულისხმობდა იმ ტექნიკურ გადაიარაღებას, რაც ფაქტურად საჭიროებს ჩვენს ლაბორატორიის კონკრეტული მიმართულება, სადაც უკვე ელექტრონული შესყიდვები განხორციელებულია და ველოდებით მოწოდებას, რაც ფაქტურად მის მოწოდებამდე ჩვენ არ ფერხდებით, იმიტომ რომ გაგვაჩნია ის, რაც არსებული იყო და რასაც ექსპლუატაციის ვადა ჯერ კიდე გააჩნია, აკრედიტაცია გავლილი აქვს. თუმცა ის წლის ბოლომდე ექსპლუატაციის ვადა მას ეწურება და ჩვენ გვინდა რომ წლის ბოლომდე ეს ჩანაცვლებული იყოს და ახალი აპარატურით გავაგზავნოთ იქ საქმიანობა. დამატებითი ფუნქციები ქონდა, რაც მოგცემს დამატებითი კვლევების შეტარების საშუალებას, ჩვენ გენმოდიფიცირებულ ნაწილზე და სხვადასხვა მიმართულებით კვლევებს ვახორციელებთ და ვაგრძელებთ და რა თქმა უნდა, ახალ დანადგარები, რაც გარდა მაგ დანადგარებისა, ჩვენ მიმდინარე წლის შემოდგომამდე გვინდა რომ შევძინოთ, რომ წლის ბოლომდე აკრედიტაცია გავიაროთ თეორიისა და სხვადასხვა მიმართულებით კიდე დამატებით, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ რეგიონში რისი მომსახურებაც არ არის ხელმისაწვდომი, იყოს ხელმისაწვდომი მთავარი ამოცანა გახლავთ ეს და არა კერძო სექტორთან კონკურენციაში შესვლა, იმიტომ რომ არსებობს კერძო სექტორის ლაბორატორიაც, რომელიც კონკრეტულ კვლევებს აკეთებს, მაგრამ ამდენი მიმართულების აკრედიტაცია რა თქმა უნდა არ გააჩნია და ის სფეროები, სადაც საჭიროებს ფერმერები ხარდაჭერას, არ უნდა დარჩეს, ესე ვთქვათ, კვლევების გარეშე, ამიტომ ჩვენი აქცენტი კეთდება მაკეთკენ და მაგიტო ფაქტიურად ყოველწლიურად ხარში უდგევართ და ბიუჯეტით ვაფინანსებთ ამ კვლევით ლაბორატორიულ ცენტრს. ბატონ ლაშა, მიკროფონის გარეშე თუ ჩავთ, ანუ ვისაუბრებთ, RSP-ის მოქანა ხო ლაივში გადის და ამიტომ ჩავთოთ და კი ბატონო, დავაზუსტოთ მას შეკითხვა და ამ რეჟიმით დავაზუსტოთ. დაზუსტება არ მინდა, უბრალოდ ერთი შეკითხვა პლუს ეხა შემოვიდა SMS-ის სახით. ვინც დაწერა ეხლა რაღაც პროგრამებთან დაკავშირებით, როდის იწყება განხილვა და როდის შეიძლება უკვე დარიგებებიო, ესეთი SMS-ი იყო და თუ შეიძლება რომ გავცეთ პასუხი მოსახლეობას. მადლობა ბატონ ლაშა, დავაზუსტებ მაგ შეკითხვას. ჩვენ გასულ წელს განაცხადები ფაქტურად მაქსიმალურად შევძელით და შემოდგომ, წლის ბოლომდე დავაფინანსეთ. დარჩენილი იყო მხოლოდ ესე ვთქვათ ბაღების გაშენების კომპონენტი და რომელიც ეხლა მიმდინარეობს აპრილის თვეში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ გასულ წელს ცოტა ადრე დადგა, ესე ვთქვათ, ზამთარი ოქტომბრის თვეში და არავინ არ ელოდა ამას და ფაქტურად ვეღარ მოასწრო ესე ვთქვათ გადარგვა ამ ნარგავების, რაც ჩვენ დავაფინანსეთ და ეხლა ამ გაზაფხულზე მიმდინარეობს, თუმცა წელს რა განაცხადებიც მივიღეთ. ფაქტურად 17 მარტის ჩათვლით ხო. მიმდინარეობს ახლა მონიტორინგი ყველა მიმართულებით, ხულოში დასრულდა მონიტორინგი, ჩვენი ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტურად 3 მიმართულებით არიან გაშლილი, დღეიდან დაწყებულია უკვე შუახევი და გრძელდება სამუშაოები და ესე გაგრძელდება, სანამ მონიტორინგი არ დასრულდება, სანამ შესაბამისი კონკრეტული შესწავლა არ იქნება, რა თქმა უნდა, დარიგება ვერ დაიწყება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გსურს რომ ეს გახლავთ, სწორად გვინდა გაგვიგოთ, რომ ეს გახლავთ სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არ გახლავთ კერძო კომპანიის ბიუჯეტი, ამიტომ ეს უნდა გაიხარჯოს სწორად. უნდა მოხდეს როგორც სამართლებრივი შესწავლა, რომ თუ არ არის ქონება
სამართლებრივად ნაკლი ან დაღადაღებული ან ესე შემდეგ უნდა მოხდეს ოჯახების შესწავლა, რომ ერთი და იგივე ოჯახს ხო რა რამოდენიმე განაცხადი ამ ყველაფრის შესწავლა, უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილზე ამის საჭიროების დადგენა თუ და მესაქონლეობის კუთხით არის განაცხადები სამწუხაროდ ისეთ შემოსული, რომელსაც საერთოდ საქონელი არ აყავს და განცხადება დაწერილი აქვს და ამიტომ ამის მონიტორინგი ადგილზე მიმდინარეობს, რათა ჩვენ მაქსიმალურად დაევხმაროთ იმ ფერმერებს, რომლებსაც ამის საჭიროება ნამდვილად გააჩნია და რომელი ფერმერიც იქ ნამდვილად მოღვაწეობს და ცხოვრობს. ამიტომ არ გვინდა ისე მოხდეს, რომ ვინც არ ცხოვრობს ან ამის საჭიროება არ აქვს, ისეთ ფერმერს დავეხმაროთ და აქეთ დავქჩეს ესეთი ვისაც დაუშვათ ნამდვილად ამის საჭიროება ექნება და მაქსიმალურად ჩვენი სურვილია, რომ შემოსული განაცხადების რა ვიცი, უპრეცედენტო რაოდენობიდან გამომდინარე მაქსიმალურად მოკლე დროში, თუმცა ძალიან ბევრი დაუშვათ შეიძლება ელოდებოდეს მოტოკულტივატორს ამ გაზაფხულისთვის და მინდა ვგითხრა, რომ ამ გაზაფხულისთვის ნამდვილად ვერ მოესწრება დროში 2-3 თვე ალბათ ეს პროცედურები გასტანს და ჩვენ აქეთ ვთავაზობთ უფასო დახმის პროგრამას და ამ გაზაფხულზე იმით ისარგებლოს და საშემოდგომოდ და მომავალ გაზაფხულისთვის რა თქმა უნდა ყველაფერი ის რაც ტექნიკური აღჭურვილობა იქნება საჭირო, იქნება მიწოდებული ფერმერებისთვის. მადლობა თქვენ. დასრულდა კითხვებზე პასუხების შესაბამისად. მადლობა ბატონო ზაზა, შეგიძლიათ დაბრძანდეთ და ჩვენ ახლა გამოსვლები გვაქვს ფრაქციის სახელით დავიწყებთ. ფრაქციის სახელით ორი გამოსვლელი გვეყოლება, ბატონი ვახტანგი და ბატონი ფრიდონი. ბატონი ვახტანგი დაიწყებს, თქვენ შორის 30 წუთი განაწილდება თანაბრად, ასე რომ 15 წუთი გაქვთ დრო. ბრძანეთ. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმები სოფლის მეურნეობის მინისტრ ბატონ ზაზა შავაძეს, მოადგილეებს, განსაკუთრებით მივესალმები ბავშვებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად ესწრებიან სხდომას. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ჩვენს რეგიონში, აჭარაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავის მუშაობაში და იმ საქმის კეთებაში, რასაც ისინი აკეთებენ. მე ძალიან ბევრი წელია მათთან ერთად მუშაობ და შემიძლია განვაცხადო და ვთქვა, რომ ისინი არ არიან მხოლოდ სამსახურში და კაბინეტებში, მათ უფრო მეტად შეხვდები ზუსტად იმ გაშენებულ ბაღებში, იმ თებში, სადაც ამის საჭიროება არის და არაერთხელ ყოფილან ისინი როგორც ბატონი მინისტრი, ასევე მოადგილეები, სხვადასხვა კენკროვანი იქნება ეს თუ სხვადასხვა კაკლის ბაღები და ასე შემდეგ. ასევე აი პირადად თვითონ დადიან ბატონმა ზაზამ ახსენა, რომ აი ტყეების შემოღობა ხდება, სადაც განახლება ხდება და აი რამოდენიმე ჯერ მე პირადად მათთან ერთად ყოფილვარ. ეს არის საკითხის მიმართ და საქმის მიმართ დაინტერესება და მე მინდა მათ მადლობა გადავხადო, იმიტომ რომ დღეს თუ რამე სხვა დანარჩენ დარგებთან ერთად რა თქმა უნდა გადაარჩენს ჩვენ სოფლებს და იმ ფერმერებს დახმარებას გაუწევს, ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამ მიმართულებით მადლობა მათ. არსებობს ძალიან ბევრი პროგრამა და თანდათანობით ეს პროგრამა დაიხვეწა, ყოველწლიურად სიახლეები შედის ამ პროგრამებში. ჩვენი მოქალაქეები აღნიშნულ პროგრამებით სარგებლობთ, რაც რა თქმა უნდა მათ უადვილდებათ შემდგომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობა, ეს მეცხოველეობა იქნება თუ მიწის დამუშავება და ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა გავიხსენო ერთი პოლიტიკურ შეხვედრაზე, ერთი მოქალაქის ნათქვამი, რომ ერთი იმას ვიძახდითო, რომ მთავრობა ყანას ხო არ დაგიხნავს და ეგეც დაგვიხანითო და სათქმელი აღარ დაგვიტოვოთ და ზუსტად ესეა, რომ ამ მიმართულებით ფაქტიურად ყველაფერი კეთდება, რომ გაუადვილდეს ჩვენს მოსახლეობას მუშაობა, შრომა და ის დოვლათის შექმნას, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. გარემოს დაცვის მიმართულებით რა თქმა უნდა არის გამოწვევები, ვიცით რომ ჩვენი რეგიონი არის საკმაოდ მეწყრული პროცესები ყოველწლიურად ვითარდება. გასულ წელს ჰქონდა ძალიან თებერვალში განსაკუთრებულად ძალიან ბევრი მეწყერი და აი ამ მიმართულებით მუშაობს სამსახურები, რომლებიც მართლა აი რეზინის ჩექმებს ჩაცმულები 24 საათიან რეჟიმში ბევრჯერ თავის სიცოცხლის რისკის ფასადაც კი დადიოდნენ და დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომლებიც დასკვნებს დებდნენ იმის მიხედვით თუ რა იყო საჭიროება და მადლობა მინდა გადავხადო მათ ასევე მათი მუშაობის მხრივ. ადამიანები არიან, რომლებიც თითქოს და რაღაც ერთი გადმოსახედიდან
ანუ ამ შემთხვევაში მე მაქვს მხედველობაში ვისაც პირდაპირ შეხება არ აქვს რაო, მაგრამ ეს არის სამინისტრო, რომელიც ჭირდება ჩვენს ქვეყანას მათი მუშაობა და ეფექტური მუშაობისთვის. მადლობა მინდა გადავხადო მათ. ასევე მადლობა უნდა გადავხადო და შევაფასო მათი მუშაობა ადამიანებთან, ან ჩვეულებრივ მოქალაქეებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის დროს. არც ერთი მოქალაქე ჩემი მუშაობის პერიოდში არ მინახია, თქვენ ახლა მე აღარ შევეხები იმას, რომ ვიყავი მუნიციპალიტეტის მერი და შეხება გქონდა რა თქმა უნდა მოქალაქეებთან, რომ სამინისტროსთან ქონოდა რაიმე საკითხი შესათანხმებელი ინფორმაცია მისაღები და ის ინფორმაციის გარეშე დაბრუნებულიყო, რასაც მე ძალიან ვაფასებ და მნიშვნელოვანია და მადლობა როგორც ბატონ მინისტრს, ასევე მის მოადგილეებს და სამსახურის ხელმძღვანელებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ითქვა და უნდა მეც შევეხო რა თქმა უნდა რომ ადგილზე მუნიციპალიტეტებში აქვთ მათ სამსახურები, წარმომადგენლები ყავთ, რომლებიც აბსოლუტურად ინფორმირებული არიან დარგის სპეციალისტები და ყველა იმ ფერმერს რა მიმართულებითაც არ უნდა ჭირდებოდეს დახმარება ეხმარებიან და როგორც თქვი სამინისტროზე ზოგადად აი ესე რომ მათ იშვიათად ნახავ სამსახურებში, კაბინეტებში ისინი არიან ბაღებში და იმ ფერმერებთან ვისაც ჭირდება. მადლობა ძალიან ვრცელი და კარგი ანგარიშისთვის, ბატონ ზაზა. ჩემთვის ძალიან ნაცნობი ანგარიში იყო, იმიტომ რომ ამ თქვენს შრომაში და ანგარიშში ჩართული ვიყავით თითოეული ჩვენთაგანი და აი წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ და თქვენს გუნდს. მადლობა ბატონო ვახტანგ. ბატონი ფრიდონი დარჩენილი დროი შეგიძლიათ გაითვისოთ სრულად. დარჩენილი დრო. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმები ჩვენს კოლეგებს, დამსწრე საზოგადოებას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონ ზაზა. მოგესალმებით თქვენს მოადგილეებს, თქვენს გუნდს, ბატონ არჩილს, ბატონ მირიანს, ბატონ ირმას, ბატონ ლევანს. განსაკუთრებით მოგესალმები ბატონ ნადიმს, რომელიც აქამდე სოფლის ჩვენი კომიტეტის ანუ აგრარულ კომიტეტს წარმოადგენდა და წარმატებებს უსურვებ უკვე სამინისტროს შემადგენლობაში. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონ ზაზა თქვენს მოადგილეებს ძალიან კარგი კომუნიკაციისთვის პირველ რიგში ჩვენ ხშირად უფრო მეტად მოადგილებთან გვაქვს ხშირი კომუნიკაცია სხვადასხვა მომართვიანობაზე, საჭიროებებზე ჩვენი მოსახლეობის და შესაბამისად ეს ჩვენი ასე ვთქვათ თანამშრომლობა ამ კუთხით არის ძალიან კარგი და მისაღები ისწრებს კიდევ ერთხელ მინდა გადაგეხადოთ მადლობა. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს მოსწავლეებს შუახევის მუნიციპალიტეტიდან სხვადასხვა სკოლებიდან წარმოდგენილებს, რომლებიც დღევანდელ დღეს ესწრებიან ჩვენს ასე ვთქვათ სესიას, ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს და მინდა კიდევ უფრო მეტი წარმატებები ვუსურვო მათ და თქვენ აქ მოისმინეთ ალბათ რომ რა კუთხით გჭირდება, სად გვიჭირს საკადრო მიმართულებით და დარწმუნებული ვარ რომ რომელიმე თქვენთაგანი მაინც იქნება ან მაგარი გეოლოგი ან მაგარი აგრონომი და მე გამოადგება საკუთარ რაიონს და საკუთარ სოფელს და ხალხს. მე მინდა განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენი შუახევის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ედვარდ გოგრაჭაძეს, მადლობა მინდა გადავხადო მას, პედაგოგთა პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელს ბატონ ლევან ნატარიძეს, დიდი მადლობა და ბატონ ზეა დავითაძეს, განათლების სპეციალისტს. დიდი მადლობა რომ დღეს თქვენ ხართ ჩართულები და ხართ ჩვენთან ერთად. მე მოკლედ მინდა ბატონ მინისტრის ასე ვთქვათ წარმოდგენილ ინფორმაცია შევეხო. ბატონ ზაზა კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგეხადოთ, იმიტომ რომ ყველა ეს პროგრამა, ყველა ეს მიზნები სამინისტროსი და შედეგები, რომელიც იქნა მიღწეული, იყო სრულად წარმოდგენილი, თითქმის ყველა პროგრამას შეეხეთ და ყველა პროგრამასთან მიმართებაში თავიდან ბოლომდე იქნა განმარტებული, ახსნელი ჩვენთვისაც კიდევ ერთხელ და ჩვენი მოსახლეობისთვისაც, რომ უფრო ნათელი ყოფილიყო თუ რა საქმიანობას ეწევა სამინისტრო და ეს იქნა ძალიან კარგად წარმოდგენილი, შესაბამისად შეკითხვებიც იქნა დასმული, რომელზეც უპასუხეთ ამომწურავად და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგეხადოთ. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი მოცემულობა ჩვენი სოფლების, ჩვენი რეგიონი ზოგადად არის მცირემიწიანი რეგიონი. ჩვენ არ ვართ განებივრებული, ასე ვთქვათ, ფართე მიწებით და ასე შემდეგ და შესაბამისად
სოფლის მეურნეობის ან როგორც დარგის ამ დარგის განვითარებაც ვფიქრობ რომ არ არის ადვილი საქმე ასეთ პირობებში. ერთი კონკრეტული სოფლის სურათი რო დავინახოთ უბრალოდ ძალიან მარტივად არის ასეთი სამწუხაროდ ამ მეცხრული მოვლენების ფონზე ჩვენი ასე ვთქვათ ამ ბოლო დროს არა მარტო ჩვენ ქვეყანაში არამედ მთელ მსოფლიოში გავრცელებული ამ მიგრაციის ფონზე სოფლებიც რეალურად ბევრჯერ ბევრ ადგილას შევხვდებით დაკეტილ სახლებს და ასე ვთქვათ დასარეელებულ უბნებს სოფლებში თუმცა არიან ადამიანები რომლებიც ზამთარშიც და ზაფხულშიც მუდმივად ცხოვრობენ ადგილზე და ეწევიან სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას, მიწათმოქმედებას და ასე შემდეგ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ სეზონურად ეს ადამიანების რომლებიც დაუშვათ ზამთრის პირობებში ვერ ატარებენ სოფელში ვერ ცხოვრობენ სეზონურად მაინც ადიან ხშირი ასეთი შემთხვევები დაახლოებით 70% მაინც ადის და სარგებლობს თავის მიწებს სოფელში ცხოვრობს და მაინც ამუშავებს მიწას ხეხილს და ასე შემდეგ ასე რომ ის პროგრამები რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს მორგებული არის ოჯახური მეურნეობის ოჯახის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ეს ყველა პროგრამა რომელიც იქნა ჩამოთვლილი ამას ემსახურება. უბრალოდ სოფლის მეურნეობის რაღაც კონკრეტულად დიდი რაღაც ისეთი განვითარებას ვერ შევძლებთ შეიძლება იმიტომ რომ მცირემიწიანია მეთქი როგორც აღნიშნე ჩვენი რეგიონი და ჩვენი სოფლები, მაგრამ კონკრეტული ოჯახის განვითარებაზე მორგებულია ყველა ეს პროგრამა რომელსაც ახორციელებს სამინისტრო. კონკრეტული ერთი მიმართულებით ოჯახი ვერ განვითარდება მარტო ტურიზმით, ვერც მარტო სოფლის მეურნეობით და ვერც ვერაფრით. ხო, სოფელში მცხოვრები ადამიანი ერთი ოჯახი უნდა განვითარდეს ტურიზმითაც, ასევე სოფლის მეურნეობითაც და სხვადასხვა შემოსავლებით, ხო, ის მცირე შემოსავლებით და უნდა შექმნას, ასე ვთქვათ, წლის დოვლათი, რომელსაც თავის ოჯახისთვის შემდგომში ისარგებლებს. და ვთვლი რომ ზუსტად ასეთი პროგრამებზე იყო დღეს საუბარი, ზუსტად ასეთ პროგრამებს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამას ემსახურება სხვადასხვა ჩვენი რეგიონის ჩვენი სახელმწიფო სამინისტროების საქმიანობა, უწყებების საქმიანობა, მათ შორის ტურიზმი ვახსენე, აქვე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ინფრასტრუქტურის განვითარება, გზები იქნება თუ ასე შემდეგ, მელიორაციის განვითარება, ასევე სარწყავი არხების საბოლოო ჯამში კონკრეტულად ემსახურება კონკრეტული ერთი ოჯახის განვითარებას, რომელიც არა მარტო მაღალმთიან სარეხება ეს, არამედ ნებისმიერ აქ ციტრუსიც იყო საუბარი, ბუნებრივია, რომელიც ყოველწლიურად არის მზარდი, ჩემი კოლეგა ბატონი ცოტნე ყოველწლიურად სვამს ამ შეკითხვებს და ხანდახან მგონია რომ ვიცი ერთ და იგივე არის შეკითხვა, მაგრამ აქტუალურია საკითხი ყოველთვის და მართლაც ჩვენ ვხედავთ რომ ყოველი წლის ბიუჯეტს როდესაც ვამტკიცებთ კი ღმერთს მადლობა და როცა ვამტკიცებთ ყოველ წელსაც მზარდი არის ეს სუბსიდირება და მიხარია ძალიან რომ ეს ასეა სხვა ასევე სუბსიდირების ნაწილში ვენახთან მიმართებაში წაღენიშნა ბატონო ზაზა სხვათა შორის ხშირად გვისვამენ შეკითხვებს მეხილეობაზე ანუ ხილის დამზადებაზე ხეხილი არის წლები პერიოდები როდესაც ძალიან ბევრი ხილი მოდის ჩვენ სოფლებში ამ კუთხითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ რომ კიდევ ერთი კომპონენტი შევძინოთ კონკრეტულ ოჯახს რომ უფრო მეტად გავაძიროთ შეიძლება ხილის ჩაბარებით შეიძლება 300 ან 400 ლარი მიიღოს შემოსავალი კონკრეტულმა ოჯახმა მაგრამ იმას სხვადასხვა შემოსავალებთან ერთად ეს მისთვის ალბათ რაღაცას წარმოადგენს მე მინდა რომ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თქვენს გეოლოგიის სამსახურს აქ არ შეიძლება არ გამოიყოს ჩვენ ამ ბოლო მეწყვილმა მოვლენებმა ერთბაშად მოსულმა მოწყვილმა მოვლენებმა ყველა მუნიციპალიტეტში ფაქტიურად გვაჩვენა ამ ადამიანების ამ 3 თუ 4 ადამიანის და მათი ხელმძღვანელის ასევე განსაკუთრებულმა თავდადებამ გვაჩვენა და ბევრი ასე ვთქვათ უხერხულობებს აგვაცილია იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობა გთხოვდა დაჩქარებულად ყველაფერს და ამ ადამიანების 24 საათიანმა მუშაობამ გეოლოგიური სამსახურის მუშაობამ ძალიან დიდ ასე ვთქვათ ბევრ საქმეში წაგვადგა და ჩვენი მოქალაქეთა მიმართებაში პირნათლად გამოგვიყვანა ასევე მინდა აღვნიშნო აგროსერვის ცენტრის მუშაობაც მინდა მადლობა გადავუხადო მათაც იმიტომ რომ გასული წლის პერიოდში სამელიორაციო ჩავარდნები რაც ჰქონდა ადრე პერიოდებში გასულ წელს ფაქტიურად მოხდა ესე რომ ამ კუთხით ჩვენ მოსახლეობამ მადლობებიც კი გადაგვიხადა სხვადასხვა სოფლებში და სხვადასხვა მიმართულებებით ზოგადად გამოწვევები ბუნებრივია რჩება სანამ რაღაც კონკრეტული შედეგი როცა რაღაც პროგრამით მიაღწევ კონკრეტულ შედეგს მე ავტომატურად ჩდება ახალი იდეა ჩდება ახალი პროგრამის ამოქმედების დრო და მომენტი დგება და ბუნებრივია სამინისტრო ამისთვის მზად არის ჩვენც მზად ვართ რომ ამ კუთხით ვითანამშრომლოთ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა წარმოდგენილი ინფორმაციისათვის და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს
მადლობა ბატონო ფრიდონ, ბატონი რამაზი ხომ არის სარგებლებს მისი დროით? დამეტისთვის კიდევ ერთხელ და განსაკუთრებით ბატონ მამუკა ფუტკარაძესთვის, რომელიც არის ერთ-ერთი პროფესიონალი ახალგაზრდა და რომელიც მართლაც დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი კუთხისთვის და ჩვენი რეგიონისთვის და განსაკუთრებულ მადლობა მინდა უთხრა მას და მის გუნდს ასევე დიდი მადლობა ყველას მართლაც რომ წინვალე გუნდი ხართ და პროფესიონალები ვწანდებით და მე დარწმუნებული ვარ რომ წინ უამრავი წარმატებები გელოდებათ ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ბატონო ზაზა, კოლეგებო ჩართულობისთვის. მე ვფიქრობ მოვისმინეთ საკმაოდ საინტერესო შინაარსიანი გამოსვლა და ასევე შინაარსიან კითხვებზე ასეთივე პასუხები. ამით საკითხის განხილვა დასრულებულია. აღნიშნული შესახებ აუქში გაკეთდება შესაბამისი ჩანაწერი მის გათვალისწინებით რომ ჩვენ კიდევ ორი საკითხი გვაქვს და მინის და მის გუნდს რომ მივცეთ საშუალება დარბაზის დატოვების გამოვაცხადებ მე ტექნიკურ შესვენებას 3-20 წუთისათვის შევიკრიბოთ დარბაზში მანამდე თავისუფალი ხართ შესაბამისად კი ბატონო დაახლოებით 9 საათით შესვენები განვაგრძობთ სხდომას გადავდივართ დღის ისიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე შესაბამისად ტრიბუნასთან ვთხოვთ ბატონ ცოტნე ანანძეს რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის 2024 წლის ანგარის გაწეული საქმიანობის შესახებ რეგლამენტი 20 წუთი ბატონო ცოტნე გისმენთ მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო, დამსწრე საზოგადოება, წარმოგიდგენთ გასული წლის სამოქმედო ანგარის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის საკომიტეტო ფორმატში ანგარიში წარდგენილია კომიტეტის წევრებისთვის, მაგრამ მაინც მოგახსენებთ ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, ანგარიში თითოეული თქვენგანისთვის არის ხელმისაწვდომი და იცნობთ რა მის მთავარ ძირითად მნიშვნელოვან თეზისებს, რომელიც გამოხატული იყო კომიტეტის წევრების და აპარატის საქმიანობაში. პირველ რიგში გეტყვით რომ პრიორიტეტი ყოველთვის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ისევე როგორც მთელი უმაღლესი საბჭოს ყველა კომიტეტის როგორც წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანოს მოქალაქეთა ჩართულობა და მიღება სხვადასხვა ფორმატით მათ შორის ჩვენთან ჩაერთეს მეშვეობით ჩაერთეს ფორმატში ასევე სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით და ამ კუთხით სხვადასხვა საკითხები როგორც ზოგადი აქტუალური საკითხები რაც საზოგადოებაში არის ეს ეხება საკუთრებას ჯანდაცვის სერვისებს, სხვადასხვა მიმართულებებს, როგორც კერძო кейსებთან მიმართებით და ეს ჩართულობა და ურთიერთობა მოქალაქეებთან ბუნებრივია არის როგორც პოლიტიკის, ასევე ჩვენი საქმიანობის განუყრელი ნაწილი. რაც შეეხება კორესპონდენციების ნაწილს, 48 მომართვა არის მოქალაქეების და 48 საკითხზე კომიტეტის აპარატმა იმუშავა, რაზეც მადლობა მინდა გადაუხადო მათ. ძირითადად ეს იყო საკუთრების უფლების დაცვა აღდგენა, იმიტომ რომ ვიცით რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ შევეხეთ მინისტრის საათის ფორმატში ძალიან ბევრ კონტექსტში ამ ნაწილს და შესაბამისად მოქალაქეთა მომართვიანობაც ამ კუთხით არის გაზრდილი, საცხოვრებლის უზრუნველყოფა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვის და ასევე ჩვენი კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე ცხადია მეტი წილი არის ეს ეხება მსჯავრდებულებს განსასჯელებს, პირობითი მსჯავრის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის თულობა დაინტერესებული მხარეების და სპეციალისტების, რომლებსაც უშუალოდ აქვს შესაძლებლობა კონკრეტული მიღწევები ან გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინოს და ეხლა არის პროცესში, მათ შორის ანგარიშო პერიოდში დაიწყო, ასევე ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად ეს არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, UNICEF-ის ბავშვთა უფლებების ნაწილში კვლევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადრეული ქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები და ძირითადად ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, განათლების სისტემასთან, რესურს ცენტრთან ერთად, ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად ვცდილობთ მათ შორის საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით მინიმუმამდე დავიყვანოთ სამომავლოდ ასეთი შემთხვევები, რათა მიეცეს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა, განათლებაზე ხელმძღვანელობა და იყოს უფრო მეტად დაცული ჩვენი ოჯახები ძალადობისგან, იმიტომ რომ სახელმწიფოს ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კონკრეტული რეგლამენტაცია, მათ შორის ინსტრუმენტები აქვს აღმოფხრილი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ღონისძიების გასატარებლად, როგორც პრევენცირების, ასევე რეაგირების მოხდენის თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ კომიტეტის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მონიტორინგს პენიტენციური დაწესებულებების და პატიმრებთან შეხვედრის. ძირითადი შეხვედრები არის ქუთაისის ნომერ 2 დაწესებულება და ეს ჩვენი გეოგრაფიიდან გამომდინარეობს. ასევე ბათუმის ნომერ 3, გეგუთის, რუსთავის ნახევრადღია ტიპის დაწესებულებები, როგორც ზოგად საკითხებზე, ყველა იმ სერვისებზე, რაც არის ადამიანის რესოციალიზაციის აუცილებელი და ასევე პატიმართა კოდექსით არის გათვალისწინებული ამ საკითხებთან მიმართებით, იმიტომ რომ წლების განმავლობაში უდიდესი გამოწვევა იყო ჩვენი სახელმწიფოს, ასევე კონკრეტული შემთხვევები, რაც ეხება მის სერვისებს, პაემანს, ამანათებს, ჯანდაცვის სერვისებს, ოპერაციებს და სხვადასხვა საკითხებს და კონკრეტულ ადამიანებზე და შემთხვევებზე ბუნებრივია საჯარო ფორმატში ამ კუთხით ვერ ვისაუბრეთ. რაც შეეხება ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა დაგეგმილი თანამონაწილეობით ან მონაწილეები ვიყავით, ასეთი ღონისძიებები საკმაოდ ბევრი იყო საანგარიშო წლის განმავლობაში. ჩვენ ანგარიში გამოყავით დაახლოებით 12 ღონისძიება, რომელიც არის მიმართული უპირველეს ყოვლისა სასწავლო განათლების ნაწილში და სკოლაში ბულინგის აღმოფხრის კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც არის საერთო, საყოველთაო და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და უწყება არის ამ პროცესში ჩართული. ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცნობიერების ნაწილში და თანაბარი უფლებების ხელშეწყობის ნაწილში, რაც ჩვენი სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა და ამავდროულად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით საკმაოდ ბევრ ვალდებულებას და მის იმპლემენტაციას მოიცავს. დიდი მადლობა კითხვების არსებობის შემთხვევაში. სადვარ გიპასუხოთ ბატონ ლაშა, თქვენ გქონდათ მე მგონი კითხვა. მადლობა ბატონო ცოტნე, კითხვები ხომ არ გვაქვს? კითხვები არ არის. ბრძანეთ. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ბატონო ცოტნე. თქვენ ბრძანეთ რომ 48 განაცხადი იყო პენიტენციურ პატიმრებთან დაკავშირებით და პირობით სასჯელების, ანუ პირობითები ვისაც უნდა ამ რამდენი განცხადება იყო, შეიძლება რომ შეგვახსენოთ შემოსული და აქედან ამდენი იქნა დაკმაყოფილებული, შეგიძლია გითხრათ. მადლობა. მადლობა კითხვისთვის. 48 ეხებოდა მსჯავრდებულებს, რომლებიც განთავსებული არიან საპატიმრო დაწესებულებებში. პირობითი მსჯავრიც არის სასჯელის სახით, მოგეხსენებათ. პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების ნაწილი ეხებოდა ძირითად შემთხვევაში და ელექტრონული სამაჯურის ნაწილი, რომელიც არის თავის მხრივ რესოციალიზაციისკენ და ჰუმანიზაციისკენ გადადგმული ინსტრუმენტები, საკანონმდებლო ინსტრუმენტები, ამ კუთხით კონკრეტულ ჩათვლით კომიტეტი ფუნქციონირებდა შემდეგი შემადგენლობით. თავმჯდომარე გახდით მე, მოადგილე გიორგი კირთაძე და წევრები ტიტი აროშიძე, ილია ვერძაძე და ლაშა სირაბიძე. ხოლო ახალარჩეული უმაღლესი საბჭოში საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით. თავმჯდომარე გახლავართ ისევ მე, კომიტეტის წევრები ტიტი აროშიძე, გოგი ფუტკარაძე, მამუკა თურმანიძე და ტიტი აროშიძის მონაცვლეობით ბატონი ლაშა სირაბიძე შემოვიდა ჩვენს კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნა თავმჯდომარის მოადგილედ. კომიტეტის აპარატი დაკომპლექტებულია 5 თანამშრომლით. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი წლის განმავლობაში გეგმა, რომელიც მიღებული არის წლის დასაწყისში, კომიტეტის თანამშრომლები ინტენსიურად და მაღალი პროფესიონალიზმით მუშაობენ და თანამშრომლობენ კომიტეტის წევრებთან და ჩემთან, რათა მიღებული გეგმა, რომელიც მთელ წელიწადზეა გაწერილი, წარმატებით იქნას შესრულებული. მადლობა მათ გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელს სამოქმედო გეგმის შესრულებაში. 2024 წელს სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული იყო 29 აქტივობა, საიდანაც 28 აქტივობა შესრულდა სრულიად, ხოლო ერთი აქტივობა შესრულების პროცესშია. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 16 სხდომა, რომელზეც განიხილა 20 საკითხი, მომზადდა 10 დასკვნა, მოისმინა და განიხილა ანგარიშ ვალდებული უწყებების 10 ანგარიში. კომიტეტში შემოსულია 75 წერილი და გასულია 112 კორესპონდენცია, ხოლო მიღებული არის 93 მოქალაქე. საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო პროცესები და ამაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიღებას, რომელიც წლის ბოლოსკენ შემოდგომაზე შემოდის სამინისტროებიდან და
და მთავრობიდან და შესაბამისად ხდება ყველა კომიტეტის მიერ განხილვა და საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ჩვენი რეგიონისთვის ორჯერ აუდიტის დასკვნასთან ერთად და წარადგენს შემდგომ უკვე ბიურეზე განსახილველად უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებიც განიხილა საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა. მაისში რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის მიერ შემუშავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.